ჩემიანი. როგორც წესია, როგორც ითქმება, მადლობას გიხდით, რომ მობრძანდით და რომ შევხვდით ერთმანეთს. უფალს მადლობა და თქვენ მადლობა მობრძანებისთვის. პირველესად ვიტყვი იმას, რომ ეს ციგნი, ანუ მესამე ციგნი ამ შემთხვევაში სულ ცოტა ხო ისმის კარგად არ მინდა ხო მიკროფონი ისმის და არის მის არა ახლაც არა ხოდა გადამზახებლად დაჯერქიე დიაგონიზე შენ და რასაც გაიგონი მიყვირე მოკლედ ახლა ზურა მეფარებაო ვერ იტყვით არ მეფარები არ მართლა გეუბნები გასულა რომ ვიცოდეთ და ძალიან დიდი მადლიერებით ვამბობ ამ სიტყვებს. ეს ციგნი გამოიცა ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის დაფინანსებით. ეს საუბარი დაიწყო გაზაფხულზე და იმდენად ისი ძალიან მეძვირფასება, თუნდაც იმიტომ შინაარსს რო თავი დაანებოდა გაკეთებულ საქმეს, რომ ისიც ვიღასამ თავის გათეული ღამეები, მონატრების ტკივილი, ხო ვიცით, აი ვისთვისაც ყველა ხომ არ ფიქრობს ემიგრანტები იქ რას აკეთებენ, მაგრამ ხო, ყველა ასე არ ფიქრობს, ნორმალური ადამიანი ნორმალურად აზროვნებს. და ვიცით რომ წასულები არიან და რომ არა ის ხალხი ძალიან გაგვიჭირდებოდა თურმე ეკონომისტები ამბობენ ამას. და ეს არის საოცარი რამ არის. იმდენად რამდენადაც სახლიდან გარეთ ყოფნა ხო ძალიან ძნელია, თუნდაც 2-3 დღე შენივე ქვეყანაში. წარმოიდგინეთ სისხლი ხორცი, შენ ვინც ყველაზე მეტად უყვართ, ხშირად საკუთარი შვილიშვილის ფოტოებს აქვეყნებენ ხოლმე და ბიბლიოგენაცვალოს და ენატრებათ. ხელში არ აყავთ კაცო აყვანილი. გამიგეთ და ეს მოიკლეს, რაღაც მოიკლეს თავის და ეს ხა გამოაგზავნეს. ერთადერთი ის მოხდა ცოტა დროში გამეწელა. იმდენად რამდენადაც მეორე ციგნი რომელიც გახსოვთ, ახალი გამოსული იყო ძალიან. და ლექსები ხო უნდა დაწერილიყო, იგივე ლექსებს ხო შევიტანდით მესამეში და ნუ მოკლედ გაკეთდა. მაიკო გამარჯობა. და დიდი მადლობა და სხვათა შორის დაფუძნდა რამდენიმე ირაკლი გამარჯობა. რა ვიცი მე ბელორუსიაში მგონი ხარ და გაიხარ. ხო, ელიზბარი დატოვა და ეს ჩამოვიდა. საოცარი იმით არის რომ ხო ემიგრანტებზე ვილაპარაკე ახლა გურამ შარაძის მიერ დაფუძნებული ემიგრანტთა მუზეუმი ხო მიცით იქ უნივერსიტეტის მერე კორპუსია თვალსები არა და იქ მოხდა დაფუძნება ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა პირველი და მეორე წიგნიდან არის მე რომელიც ჩავთვალე განსაკუთრებულად საყვარელ ლექსებად, თუმცა ძალიან ბევრი ისინი არ არიან და დაახლოებით 100 და 120 ლექსამდეა ახალი. რაც იმ მეორე წიგნის შემდეგ დაიწერა. ასე რომ რამდენიმე ლექსი გეცნობათ ალბათ და რამდენიმე ისე პრინციპში Facebook-ის საშუალებით ყველაზე პირადად იცი. არა სახში რო ყავს. მე ვიცი ყველა ლექსი ზეპირა. სახში რო ყავს, მაინც კაია. ხო, ერთი მეგობარი ყავს ესტაფოში. დიმიტრი ჯუღელი მე ვთხარი წიგს არ იყიდი მეთქი რა თქმა უნდა წიგნი Facebook-ი ვარ. ხო არ დამბლოკავ ახლა მაგაცია და უსიძულო რა ველაპარაკო მითხარ. გასასინჯად მივედი ფული წამართვა. არა მე კიდევ პატიჟა მაგრამ. ისე უბრალოდ ასია. ასე ინტერნეტი მე მგონი რა ვიცი იშვიათად სხვების აყოლილი ვლანძღავდი ინტერნეტს და კარგი ყოფილა გასულ თუ კარგად გამოიყენე პურის დანის არის ხო რა თქმა უნდა საოცარ საქმეს აკეთებს ბატონი ზუკერბერგი თუ რა გვარია ზუკერბერგი ხო საოცარია დღეს არ მინდოდა ყველაზე ნაკლებად მინდა დღეს ჩემზე ვილაპარაკო მე უბრალოდ ლექსებს წავიკითხავ რომლებიც არ არის არც ერთ წიგნში შესული და ძალიან მინდა რომ ერთმანეთს ვესაუბროთ ბევრი დღეს რამდენადაც რა არის იცით შეყარება არ არის ადამიანი ვერავის ვერ შეიყვარებს
შეყვარება ღვთისგან არის დაშვებული, სულ ერთია ის სათფო შეგიყვარდება, თუ მეგობარი მეგობრულად შეგიყვარდება, თუ საერთოდ რომ გიყვარს ადამიანს, ეს არის რომ გაიბადე ასე გახსნილი ამისთვის. მე გაგზარდეს ამისთვის გახსნილმა ადამიანებმა და იზრდები და მოდიხარ ამისთვის გახსნილი, რომ რაღაც არ დგას შენსა და სიყვარულს შორის, ხო? 1000 რამ შეიძლება ჩადგეს. დგას ვიღაცას და სიყვარულს შორის. ბევრი არიან ასეთ, რომ ვეღარ გიზრდები. გონიათ რომ უყვართ, მაგრამ არა. ანუ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულებაზე მაქვს ახლა საუბარი. მე თქვენ ყველა ძალიან მიყვართ, იმდენად რამდენადაც არ ვიცი. საერთოდ უსხლასი მეძვირფასება და ახლა ოდნავ თუ ადამიანს თვალებში ახლა მე კი ვერ გამისწორებ თვალებს მაინც და მაინც გზავაგებნება, მაგრამ ვიღაც გოგო მოდიოდა ეხლა მიდექით მე და დავითი აგერ ახუაშვილი და რა იყო რა ვერ გავიგე და დახურე და მომისმინე. შენ რა დაგემართა რა? რას კითხულობს? შექსპირი ჩადებულია მეორე. ჩემ პრეზენტაციაზე შექსპირი უნდა წაიკითხო. ავდგები სუფრაზე და ერთ ლექსს დაწერე, გახარებული ვარ. დაწერილი მე თვითონ წაგიკითხავთ მეთქი, მე წავიკითხავ და აბზანდება და ისწავს გალაქტიონის კითხვა. შემაძულე ეს კაცი. ისიც ხო უსიცილოდ იჯდა და შედევრებს წერდა. კაკი რა ნამუსია და ვარ ასე გაბრაზებული გალაქტიონზე. ხოდა ამ სიყვარულზეა საუბარი. ყველანი მეძვირფასება, ძალიან მეძვირფასებით ყველანი. და ასეთი ხართ თითოეული თქვენგანიც იმდენად რამდენადაც როცა ამდენი ადამიანია დარბაზში და კიდევ ადგილია რამდენი სიყვარულისთვის ესაა სიყვარული სხვა კი არაფერი. ხო. სახლიდან გამომაგდეს ეს მესიჯი გამომიგზავნეს ქიზიყელია ჩემი სწორი წარმოშობა. კახეთი ძალიან მიყვარს მაგრამ კახეთზე როგორ მე უი შენს კახელი არა ხარ გადაჯექი დამანებეთ წავი სწორად აჰა აი მოვიდა მამიდა ო მამიდა კი მამი დავიწყეთ შიუკაშვილი ხომ არ ჩამოსულა შიუკაშვილი ხომ არ ჩამოსულა კაი მამიდა ჩამოდით ხო და დროზე ახლა რომ ელაპარაკები აქ ადამიანებს ვისაუბრებ დამცა. ხო. ხო, რაო ქიზიყება. ხო და ვინა? ქიზიყება რაო? არაფერი, ეთყობა გამოსაჩენი არა ვარ მანდაო და არ გინდი ვარ. აი მეთქი მე ვთხარი, აღარ მიმწერია, რა უნდა მიმეწერა პასუხი. რა დეჭიანად მიყურებს და კარგი რა. ხო და მოკლედ ხალხო არანაირი სესტაფონში ჩატარდა მეორე წიგნის აქ რომ იყო სამებაში მეორე წიგნის თამო რო ჩავუდგა ჩვენი ჩაფარიძის სათავეში და თავიდან ბოლომდე წერტილიდან წერტილამდე აზვანგა რო იტყვიან რომ გააკეთა ერთი თითი არ გამიქნებია არაფერზე აბსოლუტურად მე თვითონ გამიკვირდა ისე იყო ნაკეთები ყველაფერი ხო და ეს დაახლოებით ასეთი ამ წიგნის წარდგენა ჩატარდა მე ზესტაფონში იყვნენ მეგობრები ჩამოსული, თამო იყო ერეკლე, იყო ქალბატონი, ის იყო კიდე რუსუდანი, ხო? ძალიან კარგი ქალბატონია და მოგეთ იქ ზესტაფონურად ჩატარდა ყველაფერი. უმაღლეს დონეზე. ხო, არა, კარგი იყო, კარგი, თავისუფალი, არ მიყვარს წინასწარ დაწერილი და გაწერილი და სცენარები. ვისაც რაიმეს თქმა გინდა. ვისაუბროთ უბრალოდ ერთმანეთს უთხრათ, თუ ლევან სადახარ, ბარათაშვილი, გინაცვალე შენ. ხო, თუ წავიღინება, წავიღინოთ თუ არა და თუ ვეჭვი ვიჩხუბოთ, კაცო, რა პრობლემა არის? ისედაც ნერვები მაქვს ბოშტი. არ თქვენ ქალებს თანას რას ისე. ქალებს ვერ ქალი რომ ცემეს და ახლა ქალებს დაუწყეთ ჩხუბს კი გიჟგია. ლიმონჩას ვერ ვიფროსი. თან უზავესობაში ვარ. წავეჭხუბები. ერთ ლექს აგიკითხავთ. ყანა. ისე აქ ზესტაფონი პროვინციიდან თბილისში ადამიანი ჩამოვა. მე ახლა ზესტაფონებზე ძირითადად საუბარი და ერთ კვირაში რომ ტოს ამბობს. გეფიცები ყველაფერს. ერთ კვირაში ტოს ამბობს და ესეთი მოქნეული და საოცარ ესეთი კილო სადიმახსოვრის სმენა აქვს ახლა მუსიკალური უნდა კილოს უცებ აღებას. მაგრამ ეს ზესტაფონური ლიუს ხო ვერ იშორებს ვეაფრი და უნდა ნახოთ თქვენ ეს ზესტაფონური ლიუთი ტო. და რაღაცა ესეთები და ყანას ბეძახიან იქა. ტოში ლუ არ არის. ბატონო? ტოში ლუ არ არის.
ხო, მაგრამ ტოს ხო ახლავს რაღაც. მომლოცველივით მუხლზე დამაგდებს სიმწიფე შენი. თვალით მივყვები პურის ყანაში ჩახატულ ნაკვთებს რა უძლურია ახლა სიტყვები. რაღაც მაგონებს სამთრის სურათებს გაღლილი მზით და თბილი ნამქერით შორეულ ხმებით დამამუნათებს კვირტების ზარით ჩამონამღერი ჩიტების ნანა და ყვავილებად ფიქრის გამხელა ფერით რამდენი როდესაც პეშვით მზე დაილევა და რჩება წვეთი ღაცვზე ნადენი შენ დაგაწერეს ედემის სიბძნე კერძე და თვალში ჩავარეს ზეცა გესმის ჩიტემა შორიდან იგრძნეს სიმწიფე მყანა როგორ ჩაკეცა შენი თიბათვის სურნელი ახლავს ხორბლის ფერებით ავსებულ ნაკვთებს და მწიფე ყანის სიმშვიდით დაღლა მომლოცველივით მუხლზე დამაგდებს ამას რო დაწერდა სახლიდან გამოგაკეთა შენს ლექსებს გასო არ გადამრიო ბესარი უნახო შენ მოკლა მე შენ ხო, აი ერთს კიდევ წავიკითხავ. და ლია თუ აქა ჩემი კაბადონი. მოვიდა, ვის ის ლია კაბადონი ვის დააკაბადონებს ჩემს თემწიგნებს ვის დააკაბადონა ლია. საოცარი კარგი მოსაშვებია გვარად. და ტელეფონში ჩაწერე ლია კაბადონი, ბევრი ლია ყავს. და როგორც კი შეუკაშვეს მოხდა ეს თვალში ჩემეუღლეს ის თქვი კაბადონზე ვინ ხავს ერთი გენაცვალებით ხარ რა უნდა მუნჩები ხოლმე მე ვერაფერს ვეღარ ვუყნები რა უნდა უთხრა ადამიანი რო გიყვარს გელა ხო ის ვერ ეუბნები იმას რა არა და არც მე ვარ დიდი დაღათი მაინც და მაინც ბატონო დიდი სამს უჩამას მართალი ჩანახატები უბისიგნაკი რაღაცათო აი ამ ბოლო დროს აი ესე ჩანახატებზე და ცალ-ცალკე რა არის რაღაც ესე უქმია ჯიბეში ხელებს ჩაწყობილი დღე მშვიდად სეირნობს ეს სხვა ლექსიც არის და ფოტო გეცნობა ისა ყოფილი უკან ხალხის რიგი წინ 4 ფიცარი. იწყება ფიქრები სამთრისგან გალექსვა, ქარისგან იხრება ხე, წელის მოთრევით, ბალახებს ჩურჩულით რომ მიალერსა ხელივით დამჭკნარი ყვითელი ფოთლებით. კედელზე ყინვებით ნაცვეთი პალტოა. შავთეთრი სურათი დღითი დღე ხუნდება დღეს ვიღაც თხოვდება ყალ ვიღაც მარტო აკას გონია უძნობია რა და სიცარიელე სივრცის გამრუდება ვინ გისმეს მუხლებიც რომ გადაიწყავა ისედაც ახლოა ფიფქების სიმთვრალე დროს მოკლა უცნობის სიტყვებით კითხავ და სხვის ემილი შენს რემლებს იმშრალებ მიაბჯენ ძველ ჩიბუხს უდავოდ ანტიკვარს საფეთქელს ჩიბუხებს როდია ჩახმახი ყოფნის და არ ყოფნის უცხო სემანტიკა სარკიდან გიცხერის დაღლილი ახმახი მხოლოდ დღა შეშლინი თუ რამე შექმნია რას როშა ბოდიში დღეს ისევ დამისხის იმ ქალის სახელი მოგკითხეთ ცელქნიავს ალიხე მალიხე გამხმარა ალვისხე დავიწყებ სულს გარეთ სათხრობად გაჩვევას დღეების ყვალდაკვალ გარბია ვეჩვევი სიჩუმის ჩემეულ არჩევას თქმა რა უთქმელი სიტყვების ყალბია და სადღაც შორს საფლავის ქვაზე წარწერ ეს მიწა ყოველ ყოფნას და ყოველ არ ყოფნას ყოფნის. ასია. მეგობრებო, ერთი ჩემი მეგობარი დავით ახუაშვილი. თითქმის მთელი საქართველო იცნობდა ლელა ახუაშვილს, დიდებულ მომღერალს. საოცარი იყო, ძალიან ახალგაზრდა წავიდა და აი მართლა მოვლენა იყო. მამა ის საშა გველესიანის პოეზიაზე რომ საუბრობთ, სულ მახსენდება
გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი გმირი ვასილ კედერაძე ფოტოგრაფი. ინტერვიუერი რომ ეკითხება შენ რა იცი ხანდახან ამის გამოკვლევას საუკუნე სჭირდება ვინ არის დიდი და ვინ არავა მე ჩემეული ინდიკატორი მაქვს ამისო ვასილ კედერაძე პასუხობს რომ როდესაც რამე ღირებულს წავიკითხავ მაჯიდან იდაყვავდე ბურძგლავს აი დაახლოებით ესეთი რაღაც გონდის როდესაც საშა გველესიანის ლექსებს ვკითხულობ ამას გარკვევა აღარ ჭირდება დიდებული რამ გახლავთ ეს თავისი ყველაფრით მე ლიტერატორი არ გახლავარ და მხოლოდ კითხველი ვარ ერთ-ერთი პოეზია მიყვარს მაგრამ არ შეიძლება არ შენიშნო სიმშვენიერი საშა გველესიანის ლექსების აქ რომელიმე განსაკუთრებულ ხაზზე არ ვლაპარაკობ აი მთლიანობაშია მშვენიერი მისი მხატვრული მხარე ჩამოყალიბებული ესეთი ნათელი აზრები უფლისგან აი ესე ხვავრელად დაბერტყილი ნიჭი მე ეს კაცი მიყვარს როგორც პიროვნება ჩემი მეგობარია და მიყვარს როგორც პოეტი ეს ცოტა სხვადასხვა ცნებებია მაგრამ აი ამ კაცი გაერთიანებულია ეს ყველაფერი მე მინდა ერთი მისი ლექსი წაგიკითხოთ რომელიც დღეს პირველად წავიკითხე და ძალიან მომეწონა ლექსი ქვია ძველი სურათი პირდაპირ სურათის წაკითხვა თუ შეიძლება დაახლოებით ის ლექსია ტორშერზე ძველი ნაჭერი ფარჩის გარეთ დაღლილი სველი ქარია ამ სურათიდან მარტო მე დავჭი ზაზა და მამა აღარ არიან დათვლილ ღამეებს უხმოდ გავკევი უთხვის სიცოცხლით მარტო დავთვერი წლები მაცვია ძველი ფრაკივით ჯიბეში სულის მარტივი მწვერით მე ვჩანდი ყოფნით ასი ამაყი ჩემში კი შიშით თვალე წამების ნაჩუქარა დღესა ასი თაბახი მარაზისობით განაწამები ეზოში ღამენ თვალეს შეღნავის ცაზე ვაშკვლავი ხარი პარია ამ სურათიდან მარტო მეღავარ ზაზა და მამა აღარ არის გუშინ წინ შედგა გებეის მეორე კორპუსში ლელას საღამო სონისა ძალიან ბევრს ჟემინდოდა ის და კარგი რო გამახსენდა ძალიან დაბნეული გონება მაქვს კი მიყვება ხოლმე ხანდახან 10 მეტრზე რაღაც ლუგავი ძალიან ბევრი დავა მიდის ახლა და ძალიან მინდა მოდი თამო აქ არის ყველანი აქ ხართ მოკლედ ჩემიანები ყველა ხართ უბრალოდ რატო ძალიან დიდი დავა მიდის რატომ ქვია ვერლიბის პოეზია რატო არ ქვია თქვა ლირიული პროზა რატო არის რა არის პოეზია და რა არ არის პოეზია საქმე ის არის რომ მე როგორ ვფიქრობ ხალხო რა მნიშვნელობა აქვს სახელი რა ქვია თუ კი შენამდე მოდის ჟოლად თოლად ხანცრევლად ხანგრიმილად და რომ მართლა დოჩანაშვილისთვის არ იყოს უკეთესი რომ ხდები ერთი ნაბიჯით კიდევ და ერთი კაცით უკეთესი რომ ხდები რა მნიშვნელობაა ვერლიბრია ვერლანია კონვენციული ლექსია ხო სწორად ჩამოთვალე ყველაფერი მაინც კი არ ვიცი ამათი ყოველისა ისა ჩანტლაძის არ იყოს ხო იცი მოთხრობა ფართერო არის ის არისო და ლექსი ვიწროთ ასია ხო ძალიან საოცარი მე ვკითხულობ იშვიათობა არის ახლა იქ მეგობრები ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ვინც ქმნის და ქალბატონები არიან აგერ ჩემი მარინა თექთუმანიძე მარიკა ჩემი თამო აგერ ჯაფარიძე რამდენიმე პატარა გოგონა რომ არის ლია ლიქოკენი ამასინად გალანზე ეს კაცო ბაბუაზე დაწერა რაღაც საოცარი რა ბოლომდე არ ჩაუკითხავ დასაწყისი წაიკითხეს და გააყენეს სათაური წაიკითხა კუბში ჩაღარ ემოდინა პატარა ისა და ციკლათა გული თვები შეღებილი ხო აი ეგეც ვერა ჩემი არის საოცარი რა ახლა რა ხდება ვერ გავიგე წელი აღარ ქონიან წერალს იმის უფლება რომ შექმნას სახე მაინც თავის ბაბუაზე ხო არ აქვს ნაწილი კაცო შექმნა უბრალოდ სიტუაციას და დაწერა კონსტანტინე გამსახურდია ფარსმანი იყო გიორგი მეფე იყო თუ ისა არსაკიძე ხო ძნელია ხო ამის თქმა
სახეს ქმნიდა. ისკარიოტელზე მაქვს ლექსი. ნამდვილად არ გამიცია უფალი დამიჯერეთ ხალხო. იმიტომ რომ ხო, არ არის ასე წერალი პოეტი რა მნიშვნელობა აქვს ამას. მე ვკითხულობ წიგნი მაჩუკა თამომ თავის ბიმუზელ. სახლი მართლა ახლა ხუმრობ სახლიდან გამოგდებას მართლა კი არ არის გამოუგდივარ კაცო. ხო და ოთახიდან არ დაგმომაგდო შეუკაშვილა სანამ წიგნი არ წაიკითხა 3 ღამე მოუნდა და იმას ვიჯექი რა ქვია ვიწექი ზალაში. აი იმის კითხულობდა თამოს. აგრია რა მნიშვნელობა თავარი ის არის რა რჩება შენში. შენში რა რჩება ის არის დორე აბა რა მნიშვნელობა აქვს იქ ხალხო გამერწმუნეთ არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო პრინციპში რომ დავასახელო თქვენ მაინც არის რომ ზესტაფონელი ლექსებს წერს არა ხო მაგრამ ის ლექსებს წერს ერთ არის მოკლე და ჯანსუღ ჩარკვიანი გალანსა მე შერა პოეტი ხარო წინგნი მეც მაქვს სახში უთხრა ხო და იმას კარგი რითმები აქვს რითმა არაჩვეულებრივია თუ ზომასაც იცავს რა მიგე ღმერთმა დამიფარო სუდი რა თქვა ვიცებს ყველა მოსაფერებელია საერთოდ დედამიწაზე ერთადერთი ალიოშა ჭანტურიძე არის მოსაფერებელი ანონიმ კეფსებდა დანარჩენი თუ ვინმე რამესებს ყველას უნდა მოეფერო იმიტომ რომ ის რჩება ხალხო ადამიანი ფურცელზე ტოვებს თავის სახეს კილოზე და ინსტრუმენტში თუ კი რამე საოცარს ქმნის ესაა ცხოვრება თორე ეგრე სად არის სხვათა შორის ეხლა დაქირავებში რო გადავედი რატო ვახსენი ალიოშა ჭანტურიძე ეს კაცი ცხოვრობდა ამ ბინაში რომელიც მე ვიქირავე ზესტაფონში და ეს კაცი მე ნუ ადრე გახსოვთ ის რო იყო ანონიმ შიკებს რო ეძახდნენ ამ წერდა იმას რომ აი მამანეს დააშავა იქ ეს გაფუძა სხვათა შორის ხანდახან დადებითი შედეგებიც ჰქონდა თამად რაღაცებს აკეთებდნენ იმათი შიში პარტიული მუშაკები ხო და ახალი გადმოსული ვარ და თან ისე გასახარების იყო რომ ჩემი მეგობარი აღმოჩნდა რომელიც ერთ საფულით მაღლა ცხოვრობს და ახალი გადმოსული წერ რაღაცას ამ ალიოშასეულ სახში უბრალოდ ლექს ვაკეთებ მოვიდა და შემოვიდა და ერთი წუთი გია მეთქი მეუთხარი ახლავე მოგხედავ თუ და არ იღებს ხმას დავამთავრე ლექსი ხო რა მაინტერესებს თუ იციო ძალიან სერიოზულად მეკითხება იქაც წერდი ძველ სახში თუ აქ დაიწყე აი ესე გამანძრა და გამათახსირა აურა მიგოხვედა ხო თუ არა რაღაცა გაურა და ო ასია ხო და იმას ვამბობდი ხო არ მოგაცხადეთ თავი პირიქით რას თავარია შეიქმნას თავარია ასე წარმომიდგენია არავითარ შემთხვევაში ხო ყველაზე ცუდი კიდე რა არის ახალგაზრდებს ჭირთ ესა პოეტებს ახალგაზრდებს ესე იგი ითავსებენ კრიტიკოსის ფუნქციას არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება მიასეფიქრო პოეტს აი კრიტიკოსები პოეტმა უნდა წეროს ზესტაფონელი არის შალაბერიძე ღერის ყველა სიყვარული რა იბან უხლა კრიტიკული დაწეროს გელობრიგემ საერთოდ ქალაქს შევიზულე ვისაც ლექსი ეწერება ლექსი უნდა წეროს ასე აკრიტიკებენ ის პირველი ეს მეორე კარგი რა ხალხო ვინ არის პირველი და მეორე პირველები ნოდარ დუმბაძემ რო უთხრა ცხონებულ ნოდარ ახალგაზრდას რომ მიიწვია წერალთა კავშირში ხო იცით ეს ისტორია და შევხვდეთო და მე ვიქეიფოთო და ახალი ჩამოსული იყვნენ მგონი მაშინ 100 იღეს თუ რაღაც მოხდა და ყველა წასული იყო ეს პირველები ვიციყვენ და დუბლების სასტავით მივიდა ის ახალგაზრდა და ბოდიშიო რა ნოდარ უთხრა ესენი პასუხი რა მაგაზინერი ახალ დუბლები ვარ აცნო ის სასტავის ხაწლის დაზე ვინ არის პირველი და მეორე რა ասავ ხალხო არ გადამრიო პირველი კი ყველა პირველია ყველა გეკიცებით ყველაფერს ძალიან შეყვარებული ვარ და მინდა რაღაც მივწერო რაღაც მივწერო ლექსი მინდა მივწერო ჩემი ბევრი ვიფიქრე ძალიან ბევრი ვიფიქრე გადავაკეთე აი დავეჭებო დავმოვზილე რაღაც ლექსი გამოვაცხადე რაც მეტი ხეჭა არ ვარ და ბოლო მივხვდი რომ ეს სისულელეს ვაკეთებდი და მივწერე შემჩემო დიდო იმედო თლიანად თავიდან ბოლომდე გადავწერე და გავისახე. ხო ამაზე დიდი ვის უთქვამს რამე?
რეზო საქმე ინანიშვილს და რაღაც საოცრად აღწერილი ზუსტად ის გზნობა დამება და მაქტია ბეჩავო იერემო ხალხო ეს უბირმა დედაკაცმა დაატირა უბირმას იერემოს თავზე წერა კითხვა არ იცოდა ვინ არის პირველი არავინ არაა პირველი და ყველა პირველია ამ დროს არ შეიძლება იმის თქვა ისი აბა ჩამოგითვალე და ის რა სისულელია ადამიანი შენთვის ეს თავისთვის ხო არა ასია მე ასე მგონია ცხოვრება აწყობილი ძალიან ცუდი ეს კლასიფიკაციები და რაღაცეები რო დაიწყეს ყველა ძალიან მიყვარს იმდენად რამდენადაც ადამიანი ისიც რა სახელმწიფოსთვის ვართ სტატისტიკა ხოლო უფლისთვის ვართ ინდივიდები ეს ასია და ასეთი იდეა მაქვს ჩვენ გვყავს ერთი დიდი ქართველი ჩემი ბავშვობის მეგობარი დავით ქაფიაშვილი ოქროსაკვანი რო აქ იქა ბაზალეთზე იქნებ ყველამ ერთად მოვიფიქროთ და ოქროსაკვანი რაღაც ესეთი კონვენციური ლექსის რაღაც ცოტა ჩვენც იქნება თუ რა აქვს მნიშვნელობა რომელი კონვენციური არ არის რითმიანი მუსიკა ყველა მუსიკიანი არ არის ადამიანის სულის მუსიკა იქ იმას მოусმინე რაღაც ისე რამე ჯამე და ეს რა სისულელი და ოქროსაკვანი უღონდ ავტორმა უნდა წაიკითხოს აი ესეთ ფესტივალი რაღაც დავა იქ ველაპარაკეთ ათოს და თქვენს მომეხმარეთ აზროვნებაში როგორ ჩამოვაყალიბოთ რანაირი უნდა იყოს ხო აი ამაში მომეხმარეთ ყველა დავჯდებით მე მგონი ინტერნეტთან ყველა და გქონდეს ურთიერთობა უნდა იყოს მინდა რომ ასე იყოს ისი იმიტომ რომ ისე ფესტივალი კარგია ფესტივალი მაგრამ ფესტივალიც მოჭამს ხოლმე თავის დროს დამყავდა უკვე გაუქმდეს ეს ახალი მოვიდეს რამე რაღაც ახალი ხო შეიძლება იყოს და იყოს ოქროსაკვანი თქვენს მომეხმარეთ ამის მოფიქრებაში დათო მით უმეტეს ისეთი კაცია როგორ ამე ქართული აკეთებია და საქმეს არ შეჭამს ასე მიწეს შალვა სადახარ კაცო ჩვენი ქაფიაშვილი იცით რა პირველი ქონდა სიცარივით გახკიო და აქ ნეტახმა კიდე სურა ღერის დაანსამბლეც ხო კარგი პირველი ქონდა ეს არის ერთ ლექს აგიკითხავთ კიდე და ვა ძველი კაბარე სახეებს თარგმნი ძველი ხოკუდან ქარი ხეებზე გადაირკალა დატირიფებით მეგით მოგუდა თითქოს შაგალი უფრო ნიკალა ძველ კაბარეში ღამე ირყნება ეს ხალი გავდა საროს იპოსტას პატარა ბიჭი ქუჩას მიჰყვება და ქიშმის სტოვებს საროს კიპოსთან ჩემი ბალღობა ხალხო იყო ეს ხატავს ამ სიტყვის სრული გაგებით თაროზე ძველი ფირფიტებია თუმცა დღეს უკვე ძველი ჰანგებით და სიჩუმისგან იფიტებიან სუნთქავს ჯიუტად და დაჟინებით აკრავს ჩარჩოზე გაცვეთილ ზეწარს ეწიუდია დგას ნაღვინები ხატავს ხიზელ გრიმასებს წერწავს შტრიხებით ლანდავს სავსე ჩემოდას დედას რომ ზუძუ მოსთხოვა მაშინ მაგრამ წეთილზეც არ შერჩენოდა ის ერთხელ იყო პატარა ბავშვი შტრიხებით ლანდავს სავსე ჩემოდას დედას რომ ზუძუ მოსთხოვა მაშინ მაგრამ წეთილზეც არ შერჩენოდა ის იყო ერთხელ პატარა ბავშვი დახატავს ღიმილს ერთი წამიდან და როგორ აწვიმს ღია ვერანდებს წვიმის მხატვარი ჩუმად წავიდა მას საკუთარი სულიც ვერანდეს ცაში ტყივილი არავის უკვე პატარა ბიჭი ღამეს მიჰკვალა ძველი ტილოა მეცნობა თუკი თითქოს შაგალი უფრო ნიკალა როკავს კაბარე მდარე პოზებით და ქიშმის ტოვებს კიბესთან ბიჭი ფრთებს ისწორებენ ანგელოსები სახლამდე გზა ერთი ნაბიჯი ხო აი ძველი კარადა რაღაც იზოლეებისგან გამიწია არის სიჩუმე ყველა ნოტით ვიდავოთ ფალში თითქოს ჩემში ხარ შენი სუნთქვა მესმის და მზვერავს ვეწევი სახეს შედედებულ თამბაქოს კვამში მალავრო ფიქრშიც არ მიმიხვდე არეულ მზერას გათენებისკენ ფანჯარაში შუქის მიგნებით ვაგროვებ ნამწვევს
დაუთვლელი დარდით მონაწევს გადავიწყებულ თაროებზე დგანან წიგნები რაღაც სხვაგვარად წიგნიერი მტვერი რომ აწყობს. ყვავილებისთვის ამ უჯრაში მყრიდი მარჩილებს ეს სადღაც დროში დაკარგული ერთი მომენტი შეუჭამიათ სოლიდური პიჯაკი ჩრჩილებს გულის ჯიბეში ჩარჩენილი ძველი კონვერტით ხამის უხეში აჩრდილები დილამ გამოკნა და ეს სიჩუმეც ასე ყალბი რამ გაალაღა შენ არც კი გესმის დატანჯული მტრედების მოთქმა რაღა ვქნა რაღა ზუსტად ასე რაღა ვქნა რაღაცა და ნამზითევი ბროლით სავსე ძველი კარადაო ეს ფუჟერი დავიწყებულ ბაგეს ინახავს წასულ ღამით ახალ რჩევას ხანაც არადანს გარეთ ლოთები კორექტულად სვამეთში ნახავს ვიღლები ხოლმე გას ქაქანში არა რას ქვია დავჭდი არა დავჭდი ხო წვიმის მოტივი მე მიყვარს წვიმა ქარიანი ხეების სონტუხა გახსოვს თავსხმაში ვინც ეკავდა ნეტავ ჩვენოდენს დაღლილი სახის წიფობისთვის თქეში დათუთქვა და ხედიანი ვიდრე წვიმა შემეჩვეოდეს ეს ქუჩა მიყვარს ბოლოში რომ შენი სახლია სადაც უკმად დგას ძველი კონკის მძიმე ვაგონი ცელქი წვეთები ჩამოცვენილ ფოთლებს დათვლიან ვილუმპები და შენზე ფიქრიც მიხდება მგონი ქვაფენილებზე შემოდგომა იწვევს აწი მეზობლის ქალი ჩამოივლის ხელში როდინით ის გიჟიც მიყვარს ვერტითებში ჩამქრალი ნამწვ და შენ სარგმელში ფორიაკით სავსელოდი ვნებდები მიავს მოტეხილი სველი ტოტივი დაძმაკაცები ვერ ხვდებიან და არიციან რომ დღეს მოვკვდები თუ არ გნახე აი მოტივი წვიმაში ყოფნის ეს კი მგონი საკმარისი როგორ იყავი დილიდანვე კართან მდგომარე შენი ხალების გამოცნობას განა რა უნდა იცი მოვალ და მელოდები წვიმა რომ არის მაინც ვერაფრით შეეჩვია ჩემს აბდაუდას სუსტი თითებით გამაშიშვლებ წვიმით დატორილს პლეთში გამახვევ და უსაზღვრო სიმშვიდით ვთბებით სახლში ქალი და ნაწვიმად ლექსის ავტორი ქუჩაში წვიმა ძველი ბლუზის მასზე ვითმებით წმინდა ქალაქი წავიკითხო მოდი ამასაც ეს არც ერთი წიგნში არ არის ჯერ ვაშლა ო ვაშლა სადა ის ვანუსლა წმინდა ქალაქი სიმფონია ნომერ 13 წუხელ გაწვიმდა ღვინისფერის გამომეტებით ბრალმა სიზმრებმა დაიტოვეს მჩატე ხილვები ღამენათევი მათხოვრების და პოეტების შეშლილ თვალებში ვიოლინოს ქართეხილებით წლები ძველ სახლებს ნაზამთრალი ხავსით ლესავენ ცრემლი ჰქონდაო ვიღაც ისევ ჭორებს მივცელებს დრო ეჭვიანოს მიტოვებულ სასოლესავით შენ სახლთან ისევ ეცრიცებად ფერი ცირცელებს ნაბახუსებზე გამოხდება სახე იობის ქალაქს მართალი მიმიკების ძველი თეატრი შეჩოულ როლებს იმეორებს ვით მსახიობი და მივიწყებულ ბენეფისებს ისევ შენატრის ვერხთან ერთხელ რომ ბავშვობაში დავასვე დანა სიბერისას კი მირწამხთარი დავემალები ახლაც ბავშვობა დაკარგული ბავშვები დგანა და ქალიშვილებს აშიშვლებენ ურცხვი თვალებით გამოიღვიძა ეჭვით ყავდეს ვითომ ტანგრედი ქალაქმა დილით ღამის შიშთან დანაჭიდებმა დავერებულა გალიაში საფოსტო მტრედი სიყვარულს ახლა მიმოწერა აღარ ჭირდება ყველა წამსვლელი სიჭაბუკის სიზმარს ტოვებდა უდროობაში გაჩერებულ კედლის საათებს ვინღა მომართავს ასე იცის სიმარტოვემ და უხმო დღეებმა სიჩუმით რომ გაასავათეს ქონდა მიზანი მე თავად ვიყავ სამიზნე სახეზე წმინდა მათხოვარის ანაბეჭდები უშენო წლები მეჩვევიან როგორც ავიზნე თვალში ჩამხედი არასოდეს არ დაეჭვდები ვიღაცა სოდავს ვიღაც წერს და ჩუმად მათხოვრობს არეულ წუთებს შუქჭრდილებით მშვიდად ალაგებს აღვირახსნილი სურვილების ჭრილებში ცხოვრობს მიმოკარგული სახეების წმინდა ქალაქი მოსვლის წუთიდან ჩუმი შიში წასვლას ვეჩვევი ვისნო მათხოვრებს და პოეტებს ერთდროს ყმაწვილებს ვისაც ჩიოდა ირღვეოდა ვინაც ეჭვები და პანთეონის გრანიტებზე გაანაწილეს ცრემლი ჰქონდაო მამრალები ხელის ჩაქნები
ცივი ღიმილის ხურდასავით გამომეტებით დაჩერჩეტობენ სველი ფრთებით და იალქნებით უგონოდ თვრალი მათხოვრები და პოეტები დავემალები ქოლგით ხელში შეკლულ წვიმის თქეშს დასველ სარაფნებს ვაკვირდები თვალის ატეხვით საპრემიერო აფიშაზე შელკუნჩიკის ქვეშ მიუწერია ვიღაც ღადოს კაკლის სატეხი წმინდა ქალაქში ესრიცებად ფერი სივრცელებს შენ სახლთან დგებით ხამისთებით გატეხილები ცრემლი ქონდაო ვიღაც ისევ ჭორებს მივცელებს შეშლილ თვალებში ვიოლინოს გატეხილები არა ეს საკითხია ვიცი ოღონდ Facebook-ზე ხო აბა რამდენჯერმე წაკითხული საშას ლექსები აქვს ვიცი ბევრჯერ იმიტომ რომ ერთი წაკითხული ჩაწოდებს ერთმანეთის დავიღო და საშა ბატონო ამ წუთში გამიჩნდა ეს აზრი აი შენ თქვი რომ თუ ჟრუანტელი ემოცია მოაქვს ლექს კიდე ვერლიბრი იყოს კიდე რითმი იყოს და რაღაცა აი საშა გველესიანმა შეძლო ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება თქვენ ეს ამ წუთში გამიჩნდა სანამ ის ლექს წაიკითხავ მანამდე გვარს და სახელს რო წაიკითხავ საშა გველესიანი უკვე არის ეს ჟრუანტელი და ეს მეთანხმებით აი ამის მიღწევას თუ შეძლო და მას ულოცავ ამას უკვე ყველაფერი გაცხადებული და ნათქვამია და გილოცავ გულწრფელად ამ ყველაფერს ჩვენ ვართ დიდრები და ბედნიერები რომ ეს არის და აი ამ წუთებში ეხლა აქ პოეზიის მოყვარულები შენი მეგობრები ის ვისაც უნდა რომ ისმინოს არის ძალიან ლამაზი წამი და ესეთი ძალიან ლამაზი წამები მინდა რომ გიმრავლდეს საშა ხო და ჩვენ კიდე მადლობა შენ მადლობას გიხდით რომ ხარ და ბრავო რომ შეძელი შენი გვარის და სახელის აი ესე არ მოგობა არა პათეტიკის გარეშე ეს არის სისხლივით რომელიც შენში ჯდება და არის მეტი ბრაუნდა გააკეთოს პოეტმა მართლა წიწამურზე ყველა ვერ დავეცემით და თუ წიწამურზე დაცემა არის პოეტის ხვედრი საშა გველესიანმა ეს აღასრულა ლევანი არის ბუგავაში გულოსული კორლიკა როგორ არ მომიდა ნახე ერთი რა ვთქვათ არა მომღერლებზე არ ის რომ ღერის ისე იღერა ჩემო დამაწყებაო ის სხვა რამეშია ძალიან მაგარი უბრალოდ ერთხელ რადიოშია DJ ჩვენი ჩემი და ზაზას მოსწავლე იყო უნივერსიტეტის თეატრში ხო და ისა და საკმაოდ კარგად მიყავს ესა თავის საქმე კარგად იცის მოკლედ DJ-ი ბავშვი იყო და ციცამურზე გამახსენა ყველა ხوار დავეცებითო არც უნდა დავეცებ ციცამურზე იმიტომ რომ 1000 საშუალება თავია არისო ყველა პოეტი ვინც ციცამურთან გაელის დააღმუნი ამ ავტობუსში თავი გაედა ამოდი მე წინაშე ნახეთქას რას ვიღაცა როტყია დაგაჭედოს დევიღუპე ეს ჩემი ბანერი თუ ნახეთ ციცამურზე იმიტომ ყვებოდი ამას გამოუღრია და ამის სურათი ციცამურზე მე ვთხარი მე როგორ შეიძლება ეს თავაღერი უნდა გავიარო დამალული გამოდივარ მე ცხედაში თავამად ვდგები ფეხზე ხო რა იცი რა ხდება ხო ვიღაცა შემთხვევით იტყვია რომ ისროლოს თემასკენ ერეკლე გამარჯობა როგორ ახარ გენაცვალე მე შენა ივლიტა ხო არ მოგიყვანია ერთი ლექსი ერეკლესია ნუ კრთები ეს არა უგოდ ერეკლე ნუ კრთები ხომ იცი ბუნებით ვარ ყუშტი მე როგორ მიყვარს ეს ლექსი თითები მკერთან და თვალებზე შემახე იგზენი სადახარ ცოტა ხნით გაყუჩთი ჩურჩულით გიამბობ სიჩუმის შესახებ რამ შვიდი სუნთქვა ხარ სიცოცხლის ოდენი და ქარის სიქას რომ გააცლის ამბაღებს საღამოს სახატე ხარივით მოდენის დიდ მტვარეს ნუკრთები სარკმელი გააღე შენ ჩემი ფიცი ხარ მიწიდან ზეცამდე დასიტყვებს შევეშვათ აწონილს დღეს ჩემი თვალების საკითხვას ეცადე სიჩუმით ავავსოთ სახლი და საწოლი ქარებით დაღლილი და მტვარის სავსებით ანამკი ღამია ისეთი დათვრები ვის უკვის პოეტის სრემლი და ფლასები ან სული მიწიდან მიწამდე ნატრევი ნუკრთები
ხანდახან მზეს თვალის უქრება ახლოა მთვარე და შორია კარამდი სულ ერთი ცოდვის რომ მეჩუქოს უფლება მხოლოდ შენ და მხოლოდ შენ მოგიპარავდი ეს სიტყვებს შევეშვათ დაწონილს თვალებით მისმინე ცოტა ხნით გაღვიჩდი თენდება ეზოში ყვირიან მაწონი და შენი სიჩუმე ცალსიავდა პეპელა მარტივი ოპუსი ასე ქვია ამ ლექსს შეფარებია კაცის ჩრდილი გაცვეთილ ჩულებს უკვალოდ ქრება დღე რომელიც ქარით გალახეს ან თვითონ ღამე ან ღამეში ვიღაც ჩურჩულებს და შარიშურით შეაღვიძებს დავლენ ბალახებს კვდებოდა ერთხელ ახლა ტკივილის თავზე ევლება და წერს სული რომ შეუდგება ცისკენ სართულებს დამსხვრეულ სხეულს ყვავილებზე აყრის პეპლებად ჩურჩულებს კაცი სიმარტივეს ასე ართულებს დღეს რაც არ არის არ იქნება ისის არცხვალე დრო კარზე თავად მოგადგება ხელგაწვდილი და შეშინებულ სულს დაღლილ კერჩი ძლივს რომ ხართხალებს ჩურჩულით მოგთხოვს და წაიღებს შენი წილიდან ბრუნდება ღამე მისანივით ცოტა ურჯულო ჩურჩულებს ვერხი კარში იხდეს ცოდნას რაღაცის და გინდა სულის ამოსვლამდე რომ იჩურჩულო რაღაც მთავარზე გული ამდენს თუ კი დაგაცდის ვერაწყობილი ბედით სავსე ძველი რვეული ღია სარკმელში მშვიდად აწვიმს გლადიოლუსებს ასე ოცნება მის ჯილივით ხელჩაკნეული კაცი ჯიუტად რომ ართულებს მარტივ ოპუსებს პეპლები ერთხელ ხელის გულზე ჩუმად კვდებიან ფრთებზე იტევენ საიქიოს და სააქაოს თვალის შტრიხებით გახსენებდნენ ოდნავ კდემიან ზერას და ხვდები ვიღაც შენი ჰგავდა მაკაონს მიწის ხარ არ ხარ ან თუ გინდა ცას გამოები ის პეპლებს იცნობს ყვავილების ხვევნით გართულებს შვიდ სიმიანზე აწყობილი საღამოებით ზის კაცი წერს და სიმარტივეს ასე ართულებს ისე თამომრო თქვა საშა გველესიანი რომ წავიკითხავ სიამოვნებსო კარგი ლექსი რომ წავიკითხავ და ქვემო საშაძირი მე სიამოვნებს ხოლმე თავო არ დაკითხა ამ ერთხელ რა არის იცით აი ძალიან ინტერესი კითხულობ ამ საოცრეს ვერლიბლისტებს ძალიან მაგარი ახლა მოდი პოეტი არ არის ხარანაული ხალხო ვინ იტყვის რო არა არ ქვია პოეზია იმის ნაწილი არა კი მაგრამ მაინც ისა ხო არა მესმის მაგრამ საოცარია კაცო ამას ვამბობ და სინჯე მეთქი დავწერე აი რაც მოვა და რასაც გზნობდა რას აი რაღაც მოდი ასე ჩამოვაყალიბებთ მაინც რითმების წამი ვერ მოვითმინე ისე არა ვარ ასე მოსყობილი ეთყობა მე ხო არა იმას რაღაც სხვა წყობა ჭირდება იოლა ეს ბოლოს იყო ხალის მეგონი ყველას თუ გაკრა იოლანდა ანუ მი და მო ოღო კაი მი და მო ის ცუდი არ არის ძალიან რთული ლექსია ხო ფერი უცნაურად არქაულის აღებენ კაფე იოლანდას ლოთი ისე მაინც არ ჩაულის დალევს და ფერებს მიმოლანდავს გაგაშენდა გუშინდელი დღეს ლიმონიჩი ქარებმა ქვაფენილი მიმორთვილეს ნებდები ნოემბრის კორიანდერს ცეცხლს ვაძლევ რაც დღემდე მიწოდვილე და სართად წაკითხულ პოლიანტებს ისმის ამონასტრო რაღა მომსვარა საყლის საფრთენების შემომპალი ასაკებით გძელი მუშტუკით ვარა აივანზე ჭორის დედოფალი დედალი ჩეგევარა თისვერზე ადგილის სამონასტრო პირჯვარი მარცხნივ და მარჯვნივ პირჯვარი ცოტაც და მომინენებს ამონასტრო და წითელი სასტუმრო იჯარით ვინ მეტი მოასწრო ძველი მეძავი ერთდროს პიანისტი თლილ თითებში ზოგჯერ სიგარეტის
დაღლილი ფეხებით ელა ქვია პისტი გაგიკვირდება და უყარ ჯარეთი მზივარ არ ვეხები ტაქსის შოფერი მომხრე ყველა იზმის გზავრებს გააჩნია აზრის ხელყოფა უსმენს აბუშას ვაშა ამონას რომ მაინც აღარ ისმის ერთსა ჩაისვას უდავოდ ნაბუშარს კეფაზე ეთყობა ლუკაზი ხარ გველივით სიტყვა ინსინუაცია ყველა უიმედოდ ცოდვილია ყველაფრის ცოდნე ქალია კაცია ნიკალას სევდა იცნობს მოდილიანს ცოტაც შესწოდეთ მახინჯმა ქალმა შვილს ნაზად გაუღიმა ნაზად შეხედა მაპატიეთ ფრთები აქ არ ბუქთნენ და მოაბიჯებს ღვთისმშობელივით ლამაზი დედა ხელში შემოგჭება სიმახინჯე შეტყზე რომელიც ჯვარის ჭირთ მეჩეთებს და სინაგოგებს ბიჭი გოგოს მზერას არ აცილებს წითელ ბუშტს წარწერით ირაბოგემ ჩუქნის როგორც წმინდა სანაწილეს სამხრიდან მგავ თვალით ყვითელ წარაფებს შევეძოვე და იოლანდაში რეკენ ბოთლები კვერთხით შემოდის მოსე მიეზოვე სხვასავით გზას უთმობენ ბოთლები სოლოლაკში ვარ გაზრდილი ბიძა ჩემთან ძალიან მაგარი უბრალო ამზე ლუბანს დროს ეცისკენ მიაქანებს სიმშვიდია და შეკრთობით მობინდდა ხრებში მოხრით ჩუმად ვითვლი ფილაქანებს საღამოსკენ ჭიქავინოც მომინდა ქალი მოდის ქარით სავსე ყოლულებით პირველ კოცნას მიხსენებენ მერხები გარინდებას აუჯამდნენ ბულბულები ძველ აივნებს ეხლებიან მერცხლები ამ კედლებზე მივაწერე დაწვრილებით სიყვარული დაიღლენ იმდენი დღეს ჭავარით შეფერილან ბაწვილები დრო მიდის და ისევ ერთად მიდენის ქალი მოდის თვალის შემოფოფინებით სიმშვიდია წლებით წუთებს ედრები სოლოლაკი ჩურჩულია ორფინების და სხვაგვარად დაბზარული კედლები. აი სხვანაირი. ვიპოვე მაშ. ჩემს ერეკლეს უგზუნი უგრელიძეს. მეგობარი მყავს ერთი ასე წეხან მივესალმე. გულის გახეთქვამდე რო ვარ საქართველოს და სამეგობრო. გულის გახეთქვამდე. ასია ეს. და ივლიტამს შელი. გედაცანეთ მეთქე. ის ლექსი ხო უხრანის ლექსი საოცარი ივლიტაზე. სკოლაში ივლიტაო რა? რა არის? თემო. მენი აქ ნაიოს. არა და დასაჯი ვილაპარაკე. სხვანაირი. დილამდე ქროდა. გიორგოვის იყო თარიღი. ელოდა ინმე სულერთია უცნობს თუ ნაცნობს სხვანაირია სხვანაპირზე გამონარიყი და იღინება ნიავიცრომ ბავშვი თანცობს სხვანაირობით ზჯერა ცას რომ აღებს მეცისკრე რომ არასოდეს დამთავრდები ასე თუ გინდა შეხედავ ბალახს მერც შეიცნობ და მე ცისკენ ავა წახვალ ვერხვივით დედამიწის სავსე უბიდა სიტყვით ნასემი რამდენი თქვეს, რამდენს ამბობენ. მაინც გიწამებს, დაიჯერე რომ ეწამები. ბავშვივით უკვირს სიბერისკენ წლები წამობენ და შორის ათფოს მოლოდინში წლობენ წამები. ცოტა ჩქარობს. რაღაც უნდა ისევ შემითქვას, მოვამ წემსი და გზააბნეულ ბატკანს მოდენის ერთმა პასუხმა რომ იტვირთოს ყველა შეკითხვა და ერთმა მზერამ სიყვარულის ეცისოდენ. დილამდე ქროდა ამინდია თავისებური არის ფიფქების ამტრის სუნი და ხვაშიადი და მაინც არის რაღაც არის მაინც მეფური სხვანაირ კაცში ასროფებზე ბელად დიად არა თარგმანი არა ერთხელ სინჯე და მეორეთ მე მაგის ხელის მომგიდებელი აღარ სვეტაევა
სვეტაევას სინჯი მომეწონა რაღაც კარგი ლექსი იყო და არა კაცო სიქა გამაზრდა გადამია თქვა ახლა რა წმინდა დაღანები აღარ მოკიდებ არასოდეს არ მოიკარები მაგრამ რა სამოთ კაცო წარმოიდგინე უნდა ჯერ უნდა იმას უნდა გაუგო და ჩაუხდეს სულში ვინც დაწერა ეგაც ის ხო არ არის რაღაც რუსული ჩესკუშკა ახლა სვეტაევა ბოლო როგორი ჩასახვედრია სულამდე მერე უნდა დაიცვა ის აბსოლუტურად მაქსიმალურად უნდა ის სიტყვები იყოს მაქსიმალურად უნდა ის ზომა იყოს ხალხო გამზურა სიქა და რაღაც სასწაულობა მოხდა და ახლა გლექს ვერ გადავაგდებ ჩემია ხო იცი შობელს დებილიშვილი უფრო უყვარს ვიდრე პია მაინც რაღაც ადამიანობა არა მე მეგობრები მყავს ასეთი არის ერთი და ძალიან უყვარს დედას ასია საერთოდ დამიჯერ ხო და არა მამი და არა შენ გაიშვილება მაგაზე არ მაქვს საუბარი მაი შენ იცნობ მე მგონი იმას თუ არა არ იყო იმ დღეს არა აგერ ესენი იცნობენ შავტუხა ბიჭია ჩვენ მიყვარს არა მიყვარს აბარა ჩემი გლახა მე თუ არ შევინახე მიმოვლის იმას და დაარქვეს ბიჭება ფერის გამო ისა რას იზახოდე რომელი ქვეყნის სახელს არა რა კონგო კაცო მასადი არა აქეთა აღმოსავლეთ ბანგლადეშა და ბანგლადეშმა ნოტა გადმოსა თავრობა ეს აქეთ ვის არბენ ბანგლადეშა ვიზა ვამბობ? არა მსხვენია ბიჭო, რას კითხულობ? ეს რა ბელორუსიაში როცა გადაჭიშტი თქვა? ჩემი ძმა არა შეისახე. სახელდა გვაქვს, ხო არ ვიტყვი კაცო, კიდე ერთხელ მითხრა. ქარიანი ორშაბათი. ვინა თქვა ნეტაო, ქარის მართალი დღეს რომ ხეების მსაჯულად დასვეს. ქალაქი არის რამდენი თვალი ღიმილი ცევდით ოცნებით სავსე გარდაუვალთან გაუცხოებით ცა ლამისა დაბლა დაეშვას და შემოდგომა ხმელი რტოებით უკვე ატარებს ზამთრის კაეშანს ხმელი ფოთლების ბავშვურ სიყვარულს მოხუცი მზერით ეგოგმანება შემოდგომის მზე შეუნთებს არულს მწუხარე ზეგთა დაღლილ სმანებას დამზინდა სული ვეღარ დავზარი რეკავს ზარი და მე თავს ვიყურებ დუმილს გემოაქვს პილის და მწარის სხვა ყველაფერი არის სიცრუე სახლებში ომი კნესი სარებად სიჩუმე სახეს გაისასტიკებს კედლებზე ახლა დრო იბზარება და ლაწირაკი ხატავს სვასტიკებს ქარის შემთვრალი ქალივით ანსობს ჩუმი ლაციცით მიაწვდის თასებს წუხარე ზეგთა ქალაქის ნაცნობს სიჩუმეს ძველი ტკივილი ცავსეს მალე ბილიკებს ზვავი ჩახკეტავს განებდებიან ფოთლების ხმობას სიცოცხლის მიღმა რა ხდება ნეტა შორით აპრილის ვიწყებ მოხმობას მოხუც ორიოდ დღიაბადია ვიდრე ზამთარი ცელს გაპირავდეს რა ქარიანი ორშაბათია ასე იქნება ალბათ კვირამდე ომნიბუსები თუ მწირი ომნიბუსები არა ერთ წავიკითხავენ ხო ფეხსაყოლილი ბრბო ქუჩაზე დროშებს მიარხევს ქალი აქვს სიზმარს დახავსებულ წყაროს გაატანს ხედავ სარკმელში სკლეროტიკის გონშეშლილ სახეს და აივნიდან ფაფენილზე ჩამობს და რატავს საფხულის ქარი ეხეხება ზურგით დიდ წიფელს სიზმარს გავს სადაც არ გაქვს ხმა და არც არა გესმის ზერით ისეს ცნობს შავურემანი ქალის სიმწიფეს დანა რომ იგრძნობს სიხალწულეს თათრული ნესვის დღეა მირღვეულ მორღვეული სახლების სუნით დასკერის ბავშვი აივნიდან რომ იბუსება წყლიანი სურით შორს მიმავალ უჩალმო სუნიტს ქუჩით რომელიც მიატოვეს ომნიბუსები დამსკდარ ძელსკამებს შერჩენიან ძველი მეტრფენი ვისთვისაც დროს კი არ იტოვებს ახლა ადგილებს ძველი ფოტოა მონატრები დღეს რომ შევქმენი ყავახანაში გამიწყობენ წყნარად ნარგილეს ვისგან არც იცის შესამჩნევად არის ორსულად ქალი ზერას რომ არიდებენ მამაკაცები დედათ მოხუცი მეყვავილე უკვე მოსულა თაიგულს ჩუქნი თვალი ჩაკვრი და გაანცებით
ღია სალუდეს მიაკითხეს ლოთმა რუსებმა ნამთვრალევით რომ მიჩაქჩაქებს სადღაც შეფრენით ქუჩას რომელიც მიატოვეს ომნიბუსება ძელსკამები და შესკერიან ძველი მეტრფენი ბატონო 212 გვერდზე ხო იქები მეუნება წამიკითხეოლა წაიკითხე მე თუ გეგა რა ჯინიანი დაბადებული ზისგან ფარულად და ვარსკვლავებთან ნათამაშები წუხელზეციდან გამოპარულან ფიფქები როგორც ცელქი ბავშვები კაცს მეტი რაღა უნდა ნებავდეს ეგ ღიმილი თუ მოისათუთა ასე ითოვებს გათენებამდე და ძველმა წელმა გამოკრაფუთა თითებით ვათბობ თუთას ნამეხარს ფანჯრიდან ალბათ ჭრდილი ვარ მუქი ცას თითქოს თეთრი ჩოხა დაეხა ეზოში ისე დაწვწის ქარბუქი დღე შენი თმების ქარბუქით ვთვრები მხრებზე ნამქერებ გადანაყარი ხეებს ასხლიან თეთრი ფითრები ფიფქებს ავყვები როგორც მაყარი იცი რამდენი ხანი ვიცადე სული ბავშვივით ოცდება ამ ციდან შორი არის იმცამდე ერთხელ ლაჟვარდს რო გასცდა ოცნება გულს ნაალერსებ კვალზე დაგეშილს დარდი აწვიმეს დარდი ათოვეს ვიცი მარტო ხარ ზამთრის ღამეში ვდგავარ და ვუთევ შენს სიმართლეს არა რიგლა ხალექსი მომეწონა კაცი მომეწონა ვიტკი გადამეს საშა ვიშლები წარგუკითხეთ რა ვიშლები სადა არა მაქვს აქ მე ხო ზეპირად არა მაქვს ესე ალუბლები მომეც მათხოვეთ ერთ წიგნს წავიკითხე ალუბლები სადღაც თავისკენ უნდა იყოს წესით 103 ხო ძალიან ой გოგეწოდა ხო კი კარგილებს მაგრამ და აპრილზე დამეწვი არაჩვენებრივი ხო ისე მართა აპრილზე დამეწვი არ არის აპრილზე დამეწვი ამაში არის მე გეხეთე რა ხა ვერ გავიგე როგორ მე მითხრა მე გვერდი გამოაცხადე და წავიკითხო ხოლმე ეს ისი არის მაშინ საკამშირო ანეკდოტები დაიზეპირეს და ნომრებს ვეუბნებიან პირველიო და ყებია სიცი მეოთხე ერთად ხო ეგ ძალიან უძლებელია ვიშლები არა ჯერ ამას წავიკითხავ ეს ლექსი ძალიან მიყვარს ო სულ ცოტა ციკს რაც ქვია მაგარი აბა როგორ გვერდზეა პირველ თამაშით ღიმილით და ხვალეს იმედით ჩემი დღეების ნახევართან უკვე მივედი ისევ სიდინჯეს მაზარებენ კიდევ სიმორცხეს ჭკუას ჩუქნიან დაათაზგზის მათრახიც მომწყეს მე კი არ მინდა ჩემ ზარღვებში სისხლი მიმოწყრეს და გზაზე ნაპოვნი აბაზივით ხარჯავს სიცოცხლეს ვერ ვიხდენ სიტყვებს სოლიდურს და რესპექტაბელურს ვერ ვიტან რკინას ფხალესილს და ვერ სტაბელურს დამდევ სურნელი ცოტა ცხრემლის და ცოტა ღვინის ღამენათების გამოხედვა იმედი დილის უცნაური ვარ რაც აგიჯერათ იმას რომ ვხედავ და თავხედი ვარ რაც აღარ გსურთ იმას რომ ვედავ ჩემ თავხედიცა ვარ ჩემ თვალებში ჩემ თავს თუ ვეძებ შენს თვალებში ჩემ თავს თუ ვეძებ და მშიშარა ვარ სიგნალეში მარტო თუ ვერ ვძლებ სერიოზული სახეების მაშინებს ალა დამეც ბავშვური ნიღაბის ქვეშ ბავშვობას მალა მან სვიფრებს როგორ ააპოვს დიდკლდეს სიცხნა ბალახი მაოცებს სარუმ ჩუქნის სურვილს შენი დანახვის უნახავი ვიჩევ სიცინებ მარჩემ ზისკვირდებს უფალს არ უნდა შეეჩვიო უნდა გიკვირდეს როცა ცოტა მაქვს ცოტა ყოფნის და არ ავდები კი არ დიდდები ბავშვობისკენ პატარავდები უსახკარო ვარ უფალო და შენთან ვარ სახლა
შენს ნათითურებს შემოქმედო გულთან მოწნავ ახლაც. არ არის კარგი ლექსებია ამაში. 180? გვერდი? რა არის ის? ხო რა არის? ფანჯრის რაფაზე დგას ორქიდეა. სიჩუმეს აკებს ჩარხი აზმებით. თენდება გარეთ და დრო კიდია, ზარებიც რეკენ დაიაზნებით. წუთებით ხელმა სუნთქვამ დათვალა სიტყვა ითხოვეს ჩემმა ვერხვერმა გელივით უღრენ შლეგდა ცალთვალა ღამეს რომელიც ტანზე გეხება. შენს თითებს იხდენს თეთრი კლავიში. იქნება ღამე-ღამეს წაებას ამბორი დამცემ მერე მკლავებში ჩამეღურები და ვრჩები წამებას. რაც უკვე იყო იქცა ლანდებად. ხვალეს სიჩუმის ადევს ხუნდები. ჩემი ბილიკი იქ გათავდება, სადაც გიხმობ და არ დაბრუნდები. ვითვლი უშენო დღეთა სახელებს და მარტოობის პირქუშ ამინდებს შიში თვალებში ჩაძირავს ხელებს სულ ჩაავლებს და ამომარიდებს საათი ითვლის წუთებს დამარცვლით. უკეთეს დროთა უტყვი ხილველი ეს დღეც იქნება ბოლო რაღაცით როა მაინც პირველი. მოგვიწევს ერთხელ სხვა გზის არჩევა, გავიკვლებ ზამთარს დიბაქვის სანთლით, ჩემგან პატარა ჩრდილი დარჩება, შენგან თაკარამზის ათინათი. მე და შენ ისევ წუთებს ვეხვევით, ჩვენ სიკით ახლა მიწის კიდია. ღამის ანფასებს ხსავენ ვერხვები, ფანჯრის რაფაზე დგას ორქიდეა და დრო კიდია. 195 გვერდი. მამუკასრო ტელეფონში ლექსები აქვს ახლა ამ საზოგადოებაში მაგის საკითხვა შეიძლება? უცხო არავინ არა. ეგენ არის ის ლექსები ახლა ის კაბრეზის აღარ არის უკვე ამათ უკომართობა რომ აწერინებს ლექსებს და გუგზავნის. ეგ მე გვიან დღეს არა წლებით გვიან. დაბრუნდი აპრილზე და მეწვიე არ მინდა ზამთარმა დაგირჩინოს. ნიბლიებს მოგიყვან და ამ სეწვიებს ჩემო იმედო და თვალისჩინო. ზამთრისგან გავილახე მე რამდენად და არც სხვისი ხელი დამკლებია სულიდან მარტი ვერ გამოვდენე უგლო ხაჭაღი და ამკლებია. ჩემს სახლში ისუნთქე აპრილივით ბავშვივით კუთხეში გამაყენე ზარღვი გამიცოცხლე შავი ღვინით ჩემი ვენახი ხარ სანამყენე გუბეში წრემლია ნაწვიმარი გზაზე ყვავილების ფარჩა და დაბრუნდი ცხადი ხარ თუ სიზმარი ფეხი ზღვის წრემლებში არ ჩაადგა გული არ მაყენებს ეს სუბჯულო ხმა დაიყარგა და მაინც მღერის მინდა ავხორცივით ვეჩურჩულო ატმებს და წავკიდო ვარდისფერი დაბრუნდი ბუდობის დრო მოვიდა და ჩვენც ერთი ბუდე გავიჩინოთ ხომ ხედავ აპრილი მოფოფინდა ჩემო იმედო და თვალში ეხლა შენს შესახებ ყველაფერი არის შენს ლექსებში მაგრამ მაინც საზოგადოებას აქვს რაღაც კითხვები კიდე ესეთი 3 წუთი ვიც ინტერვიუსავით გავა რა პრობლემა კი კაცო აი მაგალითად ისიც წერ ლექსებს თუ ღამით რომა საათებში ზუსტად მეღვიძება პირველ საათზე და 20 წუთზე არც ერთი წამი არ გადამიშორები არც ერთი მართლა გეუბნებთ მართლა თქვენი საყვარელი კერძი ყველაფერი ამ მომენტალურ პასუხს არ მიყვარს ბრინჯის ფლავი დანარჩენს რა ვიცი ახლა ჭამოწაწმელი როგორ უნდა გიყვარდეს დანარჩენს ყველაფერი განსაკუთრებით კარგ ღვინოზე ჩასაყოლებელი მიყვარს რა ვეღარ ჩაგარი მაწეთებს ანუ ღვინოც გიყვარს თან კარგი ღვინო როგორ არ მიყვარს ღვინო როგორ შეიძლება გძუნდეს ღვინო ვიც არ ვის ღვინოს არ ასვამსო ჯულის კანონში წერია სანამ არ მიეჩვევა არ გადაეჩვევა ამ სიბრეყეს ეკლესიაში არ შეუშვება მონიმაზე კი არ არის ლაპარაკი ხო სახში რომ ხალ და ვეღარ გისმოდი დიახ სხვა შეკითხვებიც არის თუ არის შეკითხვები მე გაგცემ პასუხს გეხვეწები ხელსი აქტიური და სულ ხო არ მილაპარაკი კარგი რა ყავა გიყვარს
სიგარეტს არ ეწევი. სიგარეტს როგორ არ ვეწევი? ვეწევი და თან ბევრ ძალიან. და ვერ ვძლებ სიგარეტო. ჩიბუხსაც ვეწევი. მე მანანას რადიოლასავი დამემართა ჩიბუხს. კი. ჯერ სულ არ მქონდა. მე იმდენი მაქვს ჩიბუხი რომ იქით გააჩვენე. ყველა მეგობრებმა მაჩუქეს და ნუ მაინც ერთი წინა ის რო იყო მეორე წიგნის წარდგენა ზურაბმა მაჩუქა რაღაც საოცარი ჩიბუხი ესეთი მოკლე ჯიბისა ადვილი სატარებელია და მეწევი ძალიან ბევრს ვეწევი და ვერ ვანებებ თავს მართალი გითხრათ რომ იყოს ასე რომ შეგეძლოთ მხოლოდ თქვენი შემოქმედებიდან მხოლოდ ერთი ლექსის გადარჩენა რომს გადაარჩენდი საინტერესო კითხვა ხო არა კითხვა რთული არა კითხვა გენიალურია და ძალიან სერიოზული და მაგარი კითხვაა მაგრამ აბა რა გითხრათ ახლა მითხრათ რა ვქნა რას გადავარჩიე შვილები და რომელი ავარჩიე აი თქვათ რაღაც ხდება თქვათ ისეთი რომ აი ყოფნა არ ყოფნის სიტყვას ხო ყოფნა არ ყოფნა და რა რომელს გადაარჩენდი რას გადავარჩენდი კაცო მე გადავარჩებოდი და კიდე დავწერდი მე ეს ოთხი ლექსია რომელიც დავიწყე და დავამთავრე ერთი ხაზი არ აქვს გადა 4 დანარჩენი ხო იცი 1000 ეჭვები 1000 იბედურება ეს 4 ერთ-ერთია აი ეს ალუბლები ხეზე გაზაფხულის ყდება კვირტებიდან სანამ ღამეები მარტით გაითვალენ ჩქარა მოგისწრებენ აწი ჩიტები და ენაჭარტალები ამბავს გაიტანენ თუმცა მწიფობამდე ჩემი ალუბლები მაინც გაგვამხელენ რძისფერ ყვავილებად მალე გადაივლის წვიმა დაღრუბლები რა ვქნა რომ მომიწევ შენი გაცილება მზესაც შეშურდება თვალის ბედიღბანი წუხელ დაგითვალა ტანზე ხალები და ქროდა თრთოდა ღამისფერი მწიფი ალუბალი ქროდა ბედაური კარი ჭალებიდან თვალი გიელავდა ვნებით ანასერი სიზმრებს ამიცხადე გულმა თუ იღირსა მახსოვს არ გემოსა ტანზე არაფერი გარდა ველური და შლეგი სურვილისა ძალით მოვიტასე ლექსი სიზმრებიდან სვრელი გავიტანე სულის საუნჯემდე თვალის სარეცელზე ახლა ისე მინდა მწიფი ალუბლების ბაგით მამუნჯემდე ასი ურიმღამო ღამი გავათიე სანამ ისე მოხვალ ისევ დაბრუნდები მოდი უშენობას თავს ვერ ვაპატიებ თრთიან ღამისფერი მწიფი ალუბლები სხივით აქთამაშებს მზისგან ამზითები გზაზე გამოჩდი და თვალი დამებინდა მწიფი ალუბლებთან მინდა ღამისთევით და ქრის ბედაური ქარი ჭადებით ქავალდის ფრანები ანუ ჭალაში ანუ თვე მარიამობის ჭალებში ჩაიქცა ქარებით ნაცვეთი აგვისტო ღამეებს ოდესღაც ნაფერებს მახსენებს სხვა ღამე არც მახსოვს არც ერთი და ჩვენი ბავშვების სიშორე აბერებს თვე მარიამობის და შემოღამებას უხდება აწუკვე დამცხრალი ვნებანი ქარი ხისტითებში თმებით რომ გაება და ვერხვსი ატირდა ქარების ებანი შორი ხარ და შორი მზით შეიორთქლები უშენო ჩიტებმაც მოტივი შეცვალეს მიდამოს ერევა დამჭკნარი ფოთლები პირველად სწორედ აქ წავაწყდი შენს თვალებს დრო დღეებს თეთრად ქსოვს რათმებში მეწნება არ წვიმს და სადაც ხარ მინდა რომ გიწვიმდეს ნაცნობი ფალცეტით მოიხმეს ლერწნებმა აქ სწორედ იმერთი შეხების სიწმინდე უმანკო ფერებით მახსოვდა ეს ჭალა ხო თითქმის ის ერთი და თითქოს არც ერთი და ერთი სათაჯერ გადათვლამ შემშალა რამდენი სხვა ერთით უღმერთოდ ნაცვეთი ბავშვები ვიყავით რა მე და დიდხანს გცვიოდა ფრთები და დავირქვით დიდები შორიდან მოვედი როგორ ან რა გითხრა ახლას რომ უმანკო სურვილით მინდები თვე მარიამობის უშენო უსახლო გარდაუვალობა შეუყვნელ არეთა ჭალაში ბავშვები და ცასთან სულ ახლოს ქავალდის ფრანები ომობენ ქარებთან
მინდვრის ყვავილები. ზვირად ყიდულობ მინდვრის ყვავილებს, დაკოჯრით ხელებს ვერ ვევაჭრები. ფიქრი შენამდე გზას მიადვილებს ნაბიჯებია ასე ლაჭრები. ბარში შევალ და ხურდას დავტოვებ, აქ ერთი ჭიქის ფული მემართა, შინ წავალ, სადაც ერთ სიმარტოვეს ბეღურის ბარტყი შემოემატა. სამყაროს მიღმა მღერის სიმონე, ისევ უბრალოს, ისევ ნებიანს, რომ უცნაური სევდით მიმონებს ქუჩები, წვიმი თითელებიან, ქარი მარცხდება ბებერ მუხებთან და წელში მოხრის ამაყ კიბაროს. შენ იცი წვიმა არ მაწუხებდა, ერთხელ ხომ უნდა გამოიდაროს, რას მირჩევ ასე მწარედ რომ მერჩი. დღეები გვანან კვნესით წანამღერს ღამე ქვასავით ვარდება მკერჩი, ფსკერს დაასკდება და სულ ამამღვრებს. სიმთვრალე ისე გაიმანძილებს, რა ვიცი, იქნებ გამოგიგონე. და სადღაც ვტოვებ მინდვრის ყვავილებს. სამყაროს მიღმა მღერის სიმონე. დავიღალე. ასო, ან ვიმღეროთ ხალხო. აბარა, ასო, აბარა, ჩემი ეზა. ბაჯამოს კონტრალტო. აბა. შეხეშენი არებს, რაგაზებით იარებ, მაინც არ გატყდი და სიმაღლეს ჩემო, სიმღერით ირჩენდი, ნახმლევნად გვიარებს, იმედით ცოცხლობდი, მამულო ჩემო, სიმღერით ირჩენდი, ნახმლევნად გვიარებს, იმედით ცოცხლობდი, მამულო ჩემო. შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული, შენი მზე მათბობს და მიჩდილებს ჩერო, ჩემო წმინდა და ხატო, წმენავ სიმღარულო, გბილო სალოცაო, მამულო ჩემო, ჩემო წმინდა და ხატო, წმენავ სიმღარულო, გბილო სალოცაო, მამულო ჩემო. დღეიღადარით თუ ავადარით დამთვრალი, სუსხიანევრისა თუ ხვატი მკათათვის, აკვანში გეწვინა ბევრი მზე დამთვარე, ნანას ღინებდი ცეცხლოვან ყმათათვის, აკვანში გეწვინა ბევრი მზე დამთვარე, ნანას ღინებდი ცეცხლოვან ყმათათვის. შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული, შენი მზე მათბობს და მიჩდილებს ჩერო, ჩემო წმინდა და ხატო, წმენავ სიმღარულო, გბილო სალოცაო, მამულო ჩემო, ჩემო წმინდა და ხატო, წმენავ სიმღარულო, გბილო სალოცაო, მამულო ჩემო. შეხეშენი არებს, რაგაზებით იარებს, მაინც არ გატყდი და სიმაღლეს ჩემო, სიმღერით ირჩენდი, ნახმლევნად გვიარებს, იმედით ცოცხლობდი, მამულო ჩემო, ჩემო წმინდა და ხატო, წმენავ სიყვარულო, გბილო სალოცაო, მამულო ჩემო. ზეს ვემონებოდი, მზევ შინ შემოდიო, უნდა გაგარიდო დღეებს წვიმიანებს, შენი გეგონები ცხემლის გემოთიო, მოდა ნუსივდები, ნუღარი გვიანები, ჩემში ჩაიღვარე ისე რომ მტევნები აავსო სურვილმათ რთოლვით, შეთვალებით მოვა ღვინობის თვე, ასე რომ ვევნები ვიდრე მონატრებით, ისე მემთვრალები იყო, ბადაკს ვსვამდი ძოწისფერ ბაგიდან,
დღეს რომ სიშორისგან ძელგი გეგონება ქალო შინ მარტოკას მითხარი რა გინდა ჩემსას გადმოდიო დედმამის ცხონებამ მახსოვს კაცობამდე ფრენით მიმაცინე ახლაც ტანს მიწვავენ თივის გულულები თმებზე გამოიდი ჩემი სიყმაწვილე და თან გაიყოლე სადღაც გულულებით მოდა შეეფარი ახლა ჩემ სიბერეს სამთარ ციფთითებში ვიდრე ჩაბარდები თორე სიმარტოვე ისე შეგიფერებს როგორც ძველ სურათებს ფარჩა ხაბარდები შენი მარტოობა სავსე ოქროსფერი ჩემი ოცნებები ჩუვლის დაწყლულებით რაღაც მომჩვარული მოდის ოქტომბერი თვალით გახედნილი ქუში ქალწულებით დღია ამბოხისგან ტრალი და უკარო წლებით დამჩემდება ფიქრთა გარჩევანი ღირდა ეს სიცოცხლე ბედის საჩუქარო ღირდა ფიქრტველობის თუნდაც არჩევანით თაზე საჯვარე და შვიდი კედრებია აღარც დარდი მაქვს და აღარ შებრალება ჩემი ღამეების წლებს რომ ედრებია შენი სიყვარული ვიდრე მემთვრალება თვარი არეული წუხრის გალობანით მრუშმა აჩრდილებმა ისე მიმონისლეს ზუძუ ატეხილი მთვრალი ბანოვანი დანებებია უთითქოს დიონისეს ხო დუმილი ხეთა მოდი დაგხატა ბუტია შტრიხებით სახეზე თვალებში მყირალა სიჩუმის დუღილით ქალი ხარ ბუნება სადედოდ გაქეზებს და შენში ჩატეულ ანგელოს ვუღები ბრაზობ და ცისტილო ხაზებად იხევა ვინთები წარბებს რომ მოზიდავ სამშვილდეს მე შლეგი რითმების ქავი და ციხევარ და შენი სისუსტე მამღვრებს და მამშვიდებს სუბუქი მონასმით დავხატავ ჩუმფრაზებს მეც მიკვირს ეს ფონი ნეტავრამ დახბადა ხიმილით გაწყობილ სიცოცხლის სუფრაზე როგორ ზის სიკვდილი უცვლელი თამადა ეს კონტრაპუნქტია უბრალო შემთხვევა ან ყოფნა რა არის ან ყოფნა რომ არა მიავით სამკალი ყულული გეხვევა შეგეხო ტუჩზე და ხიმილი მომგვარა დავბრუნდეთ ტილოსთან ზაფხულის მზის და დათარაშო ხამეტა ძოწოდა აკატო ხიმილი დამალე რატომღაც მინდა რომ სახეზე ბუტია შტრიხებით დაგხატო მეც ძალიან მეყავს ეს ლექსები ხო აი ეს ერთ-ერთი იმ ლექსთაგანი ალუბლები როგორც არის და როგორც იქნა აგერ დათომიცი ჩემ ახუაშვილმა ჩემი სტიქია წვიმა მე მგონი არაფერზე იმდენი რამეზე ლექსი არ დამიწერია როგორც წვიმაზე იმიტომ რომ წვიმაზე მართლა სხვანაირი ხდება ხო არის მაგალითად რაღაც ფსიქიური აშლილობების გარკვეული ფორმები რომელიც სავსე მთვარეზე თურმე რეაგირებენ არის ასეთი რაღაც არიან ადამიანები ვისაც ჭიქასე სავსე მთვარეზე და რაღაცები ემართებათ რაღაცებს გაგკივიან მე იმაზე მიმართება ასეთი რა აბსოლუტურად ხდები არაადეკვატური რა თქმა უნდა აგრესია არაფრის შუაში არ არის საერთოდ სხვაგან ვარ ძალიან სხვაგან ვარ და წაება ერთმანეთს ამასინათა ნახა ზაფხული ხო გახსოვთ როგორი იყო დუღდა ქვეყანა დუღდა შობელი რა პირდაგიბაროთ რაკჭი რატომიში ფოტოებზე წყვარს რა ხო მაგას გულიერება და ესე და თეთრი ხალათები რა ბეგურები ბოგო და ხმელი ფოტოები ქარით ხშირად ქარი კი და ხმელი ფოტოები აჰა მზე ჩაცხრა და როგორც იქნა მოვიდა წვიმა ჩემი ძმაკაც ანკარად ბორში დგას გოგოც სიცქნა წვიმის ხრემლები მძივად ავაცვი შევკიდე ყელზე სადღაც ლავიც და ზარღი უფეთქავს დაებურცება ყველა ტკივილი უცებ დამიწდა
ხამე წაიღო ქარმა ფურცლებად ალიონისკენ ბარათებს გზავნი მაწვიმს ღიმილი და გაოცებით ნისლები დალღნენ დამშვიდნენ გზანი მარკმონატრებისგან დანალოცები დანაფიცების სახლის კარამდე გადაუკლეს რომ ითვლი ნაბიჯებს ვიცი არ ყოფნით ღიმილს ყარავდი ვიდრე მოვატან სახლის სამიჯნეს ვიდრე ვიგრძნობდე როგორც სახსახებს დაამტუჩებით აუზდგე ფერფლიდან ყოველი ნაკთი ვიცნობ ამ სახეს ლოდინით ვიდრე სიტყვა შეთვლიდა მტრიანი გზები და როგორც იქნა და როგორც შვება ისე გაწვიმდა ანკარა თოში დგას გოგოს სიცხნა წვიმის ხელების ვიღაცით აი ესე ხო დუმილი ხეთა წაგიკითხეთ არა თუ შენ წაგიკითხეთ ახლა წაიკითხეთ დუმილი ხეთა შენ წაგიკითხეთ ახლა ხო აქ აღარ გემახსოვრება ჩამოძინებული იყავს წაკითხულია დუმილი ხეთა ხო თქვი აბა როარ მიჯერით არ გამოვა მაგ ბატონო რა ვქნა ხო წავიკითხო წირი რა არის იმ სტილო წავიკითხო ისეთი რაც არ არის წილებში აქეთ და ისინი ყველა ვერ მომბეჭდე წირი გათენებამდე ეს სიჩუმე და ეს ხმებია ზეც რა თოთუა რუბლიანის თეთრი საცვლებით მეზოვეებს ქუჩებს თავს რომ დაესხმებიან ჩიტებთან ერთად აუგენგავთ ღამის მარცვლები ერთი იმედით მიჭრიალებს გზაზე ურემი უხდოდ დააღლილი ხამეებით ნალასლასები ზღვარგადასული მონატრების გამზეურები დამჭკნარ ბარათებს ინახავენ მწირის ფლასები დაღმერთს მივწერე უასაკო სუსტი თითებით შობით ტკივილი რომ მომყვება რაღაც სათნოდან ზამთრის ფიფკება და აპრილში გამოგვირტებით ჩემი ბარათის ნაფლეთები დიდხანს მათოვით გაზაფხულს ატმის ტოტზე სანთლების დასმით მთებით თეთრ ქუდებს რომ იხდიან როგორც ტიარებს ჯვარს დავატარებ გაცვეთილი კალამნის თასმით რომლითაც დღემდე იკლიანი გზებით ვიარე დაღმერთს მივწერე გავატანე მაღლა პათალოს სახლი რომ მქონდა თუღა შერჩა წმანე სუროთი და კალმის ტარზე ნაჭდევებით დრომ გადამთვალოს ვითარცა სური დამიჯერე ისე სუროდი ბოლოს დღეები გატკბებიან როგორც ზედაშე ერთხელ როდესაც სიბერეში მოგენებები დავწერ თოვს სახლში ლანდები ვზივართ მე და შენ დახორც ისხამენ სიჭარბობის მოგონებები ზამთრის ღამეში ორს დაგვიტევს ერთი ზეწარი დამჭკნარი ხელით გავუგზავნი ზეცას ბარათებს შობიდან წერდი დაბნეული და უმეცარი თოვს ისე თეთრი ნაფლეთებით ლამპა ანათებს ვერ მივაგენი რა იმას რაც მინდა არა 274 გვერდზეა აი გუნა წამეკითხა ხო 200 აი 260 ოღონდაც ხო? ძალიან. ვაი, ეს ლექსია წამიკითხო საუკუნეა. და შემდეგ აღარ თქვენ მინდა გადაგყავოთ. ქარმა ღრუბლების საწმერთული გახადა მთვარეს. ფიქრმა კამარზე გამოივა ღამის საბანი, სუდად გამიგეს, ამშალეს და სუდად დატვალეს ყოფნა არ ყოფნის უსასრულო ჩორიანბანი. ბერდები კანი იმსგავსება გაცვეთილ კურტუქს. წლები დასახდნენ აოხრებულ სულის სიზმართან, მე ჩემი მზე მინდა და ვერავის ვერ უკმევ გუნდრუქს. მზე დამაწიეთ სანამ ღამის საზღვარს მივატან. ოღონდაც მოდი დაგიფინო ფეხთა ქვეშ მზები მოდი უფალო დე სიჩუმეს წყარეთ ემწყეთოს. რამდენჯერ ფიქრით აგაცილე გოლგოთის გზები ოღონდაც მოდი ისევ გიხმობს და სულიც მცხეთობს როგორღაც ვუძლებ არაფერი რადგან არ ვიცი და ისევ დგავა რადგან ხვდები რა მთავარი ასია დარდი გავიხადე დარდი ჩავიცი ისევ ტკივილი შემოვიდა წელზე ხამარი და ეს ლექსია საუკუნის ალბათ აღარც მაგ წინა საუკუნისა იმის იქ ხალხი ამდილით რა უცნაურად გამეტებით თოვდა ამდილით
ცარიელ ოთახს უშენობა ავსებდა, მხოლოდ ეს ჩუმი ნატრა არის ისე ნამდვილი, როგორც სიზმრების არეული თავი და ბოლო. რამდენი ფიფქი ირევიან სუფში, ფიფქების სახლში გიწევდა სარკმელს ვაღებ, შემოდის ქარი. ფიფქიდან ქალად გონია რომ გარდაიქმნები, ეს კიდევ ჩემი მარტოობის ერთი სიზმარი. კერდის ნამქერმა დამაბნია, ისე სალუქმა უკმარ ვარ შენით დაშთენილი, მხოლოდ წადილი თითქოს გაგიყო უპოვარმა ღარიბი ლოკმა ისე გულღია, ხელგაშლილა თოვდა ამბის. ეს ლექსი ნეტა რას ფიქრობს ახლა კვეტერა ან უფლისიხეს რა ეს იზმრება და გაზაფხულის კვირტი ბენტერა ხერთვისის კედლებს სადეხიზნება როგორ ტკიოდა ნეტავს სამსჭვალი ჯვარზე და აღარც გამიკვირდება ხმელი წიფელი დარდით დამჭკნარი თუკი აპირებს გამოკვირტებას 1000ჯერ შავად ნაწერი ფურცლით ბრუნდები ვიღაც კარებს არ მიღებს დავიწყებისგან ერთმანეთს უცვლით ყალბი ღიმილით გასვეთილ მიღბებს რა არის ასი სიტყვის და ფიცის სიჩუმეს რატომ გადამემტერა მითხარით ის რაც არავინ იცის და რაზე ფიქრობს ახლა კვეტერა ეს ლექსი რომელიც დიდი ხანია არ წამიგდ ხალხო თუ დაიღალეთ მითხარით გეხვეწებით რა ჯამბაზე სანამ ბავშვებით გაივსება დიდი დარბაზი მე მოგიყვებით ჩემზე თუკი საუბარს მასწრით ვაღამებ როგორც ხიარული ცირკის ჯამბაზი ვათენებ ღამეს სევდით საცე პატარა კაცი არ მაქვს სახელი ნუ თუ თქვენთვის არავის უთქვამს თუმცა ვინც ის რამდენ რამეს არ აქვს სახელი მე თქვით რა ქვია ვერცხლის ფასად გაყიდულ უფალს ან ჩუმად თქვა აღსარებას სხვისთვის გამხელვის თუნდაც სიჩუმეს სიბნელიდან შლეგივით კვირავს თვარე ხელში რომ შემოემსხვრა ტირიფის ტოტებს სახელი არ აქვს როცა ლომი გადადის ყირას ხომ არ დაღამეთ მომიტევით ფიქრიან ტოვებს გონება ცოტა არეული მაქვს და შემინდეთ ბერდები მალე არენიდან გამაცილებენ ხმუილზე შეგრთით გლისლეკია და არ შეშინდეთ რადგან ვერ გაწვთნეს გალიაში შიმშინები როცა ვიღლები მახსენდება ღიმილი ბავშვის ერთმა პატარა მამასინა ჯოხიც კი მომსხო თქვენს გაიღიმეთ ბატონო და სული ფრთებს გაშლის დაბადებიდან სიკტილამდე ღიმილით ცოცხლობ მახსოვს მამისთვის რომ ვიყავი პატარა ხვიტო სახლში თბილო და დაბუხართან ყვებოდა ამბავს ჩემი ჯამბაზის სამოსელი შევკერე თვითონ დედა მასწავლა მეც ძილო ღამეებს ვამბავ ზოგჯერ წავთვლებდა მერცხალივი დავფრინავ ცაში უფრო კი მღვიზავს სანთელივით მეც ვიღვენთები წვიმის ხმა ზოგჯერ სახურავზე გონია ტაში ჩემს სიმარტოვეს რომ უკრავენ წვიმის წვეთები ბრუნდები შიდა ცივ საწოლზე ვემხობი პირქვე ასეკვებს ჩრდილებს სანთლის ნამწვი უღონო ალით ვათენებ ღამეს სიგარეტით მარტო და იქვე დგას ანგელოზი და ტანჯული თამბაქოს კვამლით უნდა წავიდე დაფთაფები უკვე მომართეს რამდენი რამე ვერ გითხარით გულით რომ დამაქვს თქვენ მოწოხდებით როგორც გინდათ ისე მომართეთ მე ჯამბაზი ვარ დამიჯერეთ სახელი არ მაქვს დამომიტევეთ დღეს ვერაფერს რომ ვერ გთავაზობთ თრალი კი არ ვარ ჩვევა დამაქვს ასე ბარბაცი დღისით ვარ ასე მხიარული ცირკში ჯამბაზი ღამეს ვათენებ სევდით სავსე პატარა კაცი ეს იყო ერთხელ ძალიან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. დილას ამ ეს მეუნება დილით აზაღლებული დგები ხოლმე ჭკუს რომ წეფლი მომჭი. დღეს აღარ თქვენ თავზე არ მიიღოთ ეს ძალიან კონკრეტულები. დღეს აღარავინ აღარ მჭირდებით. დღეს მე სიკტილის გამო ავდექი და რომ მოხვიდე გამიკვირდები, არა დღეს არ ვარ გამოსადექი. ჩემში სხვა არის ვიღაც ისეთი, ვისაც ვერაფრი დღეს ვერ ამოხსნი. თითქოს ტკივილი, თითქოს იმედი და ჩუმი სევდა ჯვრიდან ჩამოხსნის. დგავარ სიბერის უცხო ბაქანთან და სიჭაბუკეს სადღაც ვაცილებ. მატარებელი უკვე გაქანდა. წლებს ვატან როგორც წმინდა ნაწილებს დავუშვებ დროშას ლენტებით მოვრთავ, ვიმღერებ გრძელ ფიმნებს უხმოდ და სადმე ჩავილეცებ ცრუო. ცრუო.
და ჩიტებს უხმობ სხეულში თურმე დიდხანს ვიყავი ფრთები დამცვიდა თუ კი შენ გამო დღეს ვარ ჩიტების ბედის მკითხავი ჩიტებს ვენდობი უკიდეგანოთ დღეს დავწერი იგავს დღეს ვარ ეზოპე ჩვეულებაა ჩიტებს ვაყურებ და ვესალმები ვიღაც ეზოპებს ორ ყურზე რომ აქვს სამი საყურე დღეს მარტოობის უსაგნო დღეა ვერ ვახერხებ ხშირად ჩამოსვლას გასაგები მიზეზების გამო გამიგეთ მაგრამ ყველაფერს მინდა რომ დავესწრო ყველაფერს აქ არაფრის გამოტოვება არ მინდა სულ ყველაფერს თავი დაანებოთ უბრალოდ სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა ახლა ჩემი ქალაქი არ არის სული ქალაქი სხვათა შორის და კარგი ადამიანები ცხოვრობენ იქ მაგრამ მაინც ხო იცი სამსახურის გადამკიდე ზავოდ-კრავატირითა ვართ დილას 9 საათზე წავალ 6 საათზე მოდივარ დაღლილი მე სახში რა თქმა უნდა შვილებს მაინც ხო უნდა დაელაპარაკო თავის რო არ კონდეს ლაპარაკის ერთი ორი სიტყვა ხო უნდა უთხრა რაღაც ხო და მე სიდედრითან რაღაც ერთი ორი ტკბილი სიტყვა მაინც აუცილებლად უნდა უთხრა სიდედრს იმიტომ რომ კარგი ქალია ჯერ იმსახურებს იმ ტკბილი სიტყვას მართლა იმსახურებს და მე მაინც სიდედრია ახლა და რაღაც ერთი ორი ტკბილი სიტყვა უნდა უთხრა მეუღლესაც ხო უნდა დაელაპარაკო ესე ახლა გიჟი ხო არა რაღაცები ვიღლები კაცო ამდენი კი არ შემიძლია მე კიდე ძილი და ზილიც არ არის დასვენება ფეთო კითხა ეგეც დამღლელია. ტელეგრამი დავბოდია რომ გიჟი. ხო და ძალიან მინდა ხოლმე აქ ჩამოთქვა თაში მინდა ოცნებად გადამექსა თაში წასვლა 1-2-3 კვირით რომ წამეყონა ეს იმიტომ კი არა რომ არ შემიძლია ხო იცით ვიღაც მდიდარი კაცი ლამბორჯინის არ ყიდულობდა იმიტომ რომ რაღაც ოცნება მინდა მქონდეს რა ეგრე კი არა წავალ მაგრამ დრო არ აქვს არა და ძალიან მინდა სულ ერთი სურათია ყველა ისი რა ქალაქში რო ვარ ჩაკეტილი სულ ერთი იგივე სურათია იცით აივანი დაჟანგული ქუჩა და ვერ ხვები და ჭადარია შიშველი ჩემი და რამდენადაც უყურო ადამიანი ვარ არა იცი აი რაღაც სხვა გინდა რაღაცას თხოვს ხო ის გემათხოვრებას და ძალიან დიდი მადლობა შემოგევლე რომ მოგზავნე ძალიან დიდი მადლობა ყველას მე თქვენ ყველა ძალიან მოგახარდა ეს არ არის სიტყვის მასალა დამერწმე არ მჩვევია სიტყვის მასალა არაფრის თქმა რა ხდება კაცო? ეს რაციის ხმა არისო? ჰა? მოგზავნე რა პრობლემაა? ვინ შემოგვართ ყალყა? რა საკითხი არის? იყო არის? პოლიტიკოსი არის. ჰა? პოლიტიკოსი არის. ხო, ჩვენ ხო პოლიტიკურები ვართ აქ ყველა. ერთი ჩავაყალიბოთ ისა. რაღაც პოეზიის საკანი, რომელი რაღაც. კარგი და კარცელი ლუქსი? ხვალ გამოგამ. კარცელი ლუქსი, როცა იწერებოდა ჩემიანები, მაშინ კარცელი ლუქსი იყო საჭირო და დღეს ისეთი მდგომარეობა საერთოდ საკონცენტრაციო ლუქსებია საჭირო ბანაკები ამ კუთხით. დამერწმუნეთ, აი ერთ საოცარ რამეს გეტყვით. ჩემს შვილო უპირველეს ყოვლისა ჩემი შვილებით ვიწყებ. აღარ ეკარებიან წიგნებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ყველაფერი ეკრანზე გადავიდა. მესმის მაგრამ ის ვერ გავაგებინე რომ გადაღებული ფილმი სხვისი ნაზრებია და შენ ის კითხულობ შენ აცოცხლებ გონებაში შენ ახარ იმის შემქმნელი რასაც კითხულობ და ის გრჩება დაიწყო კითხვა ახლა როგორ მაინც ეკრანზე კითხულობს ტელეფონში გადმოიწეც ახლა ძმები კარამაზოვები წავიკითხე მოწერილი ამას კომპიუტერში სიხარ როგორ გავიღებდი თვას გავეჩუმოთ გარე მე თქვი ბავშვი კითხულობს და მართლა კითხულობს ხო ამით აი რაღაც ესეთი დიდი ტელეფონი აქვს თამაშობენ ესეთი და იმაში გადმოვა ბავშვები მივიღეთ ახლა ახალგაზრდული თეატრი გავაკეთე ჯერ სახელოსნოა ზესტაფონში ახალგაზრდული თეატრის სახელოსნო და რაღაც საოცარი დააკვირდით 32 ბავშვი მივიღეთ იყო 100 განცხადება აი ზის თავის მონაცემებით 32 ბაჯაღლო ოქროს ჭურჭელი ხალხო და არაფერი არ ასყიდა შიდა გესმით საკმარისია რამეზე დაელაპარაკო. საკმარისია ოდნავ დიქტორის მეტყველებას გაცდენილი ქართულით დაელაპარაკო. ოღონდ დაუხატო რამე, დაუხსნა ისეთი თემები დამიწერეს, რაღაც ის მივეცი. ალერი შეფასებით ძალიან ნაცნობია. რაღაც თემა მივეცი, რა თქვენი ისა ამის შესახებ თქვენი შტაბისტილებები მეთქი. ისეთი საოცარი რაღაცები დაწერეს პირი დამაღებინის. გესვით ისეთი თაობა მე დებილი ვიყავ მაგას სერიოზულად გეუბნებთ არ ხუნდა პატარები მოდი აი ეს აი ჯანოს პატარა როა ხელშეულებაც ახლა ეს ამასაკში მე
ის რასაც ფიქრობთ, იმის 1000-ს ვერ ფიქრობდი. არ ვიყავით ჩვენ მაინც ისეთი რევოლუციონერი ბავშვი არის ხალხო. არა, პირიქით, კაცო, სათამაშო რო არ ქონდა ბავშვი თვითონ იგონებდა ის იყო კარგი ბავშვი თუ არა. ყველაფერი გამოსათებული რო ქონდა, ხაშკეს დაკეჭებოდი წინ და უკვე ოდი შემთხვევაში 8-მდე ვიფსავ. არ არის ცხოვრება. ბავშვი რაღაცა ცოტა უნდა ამ გაჭირვებამ შეიძლება ისეთი თაობა მოიყვანოს, როგორც ჩვენ უნდა ვიებოთ იმაზე რომ რაღაც სწორა იარო. ძალიან ნიჭიერები არიან, კიდურესად გახსნილი გონები და რაღაცა კიდო გეუბნები ბაჯაღლა უქროსნი არიან. უბრალოდ ის არა. ფორმა და ვინმე არ ჩაასხას, ხალხო, ერთი რამ არ დაგვავიწყდეს, წმინდა ზიარება ოქროს ბარძიმში სკეთდება და ოქროს ბარძიმში სატანური რიტუალებსაც ატარებენ. იგივე ბარძიმში, ოღონდ სხვა მიმართულებით და სხვა ფორმით. ანუ იქ სხვა რაღაცას ხდება ხოლმე. იმიტომ ამ ბავშვებს ჭირდება ძალიან მიხედვა. ჩვენ უკვე რაღაც სხვაგანა ვართ ჩვენ თვითონ. ჩვენ ცეთოთ ამოგლიჯეს თელიეს ბოლო წლებია კონტექსტიდან, აი ჩვენი თაობა ამოვარდა კონტექსტიდან, ამოგლეჯილები ხარ. ვეღარ გავიგე, ჩემაშულებას ვეღარ გავიგე, სულ ომი და სულ გაჭირვება. მე რაღაც კარგი მაინც მაქვს, არ ვიფიქრე თუ იმ დროს ვიტიროდი. ჩემთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მეგობრებო, სწორად გამიგეთ ფორმაციის სახით. იმას სოციალისტური ერქვა, კომუნისტური ერქვა, ახლა თუ კაპიტალისტურია, ფეოდალური და მონათლობელი რა მნიშვნელობა, რა გიჟიზება, იმის არის ათმანას ვერ გიფხარი ვერ გახადა რას არის რას გახდიდო. ჩემთვის ფორმაციას დამუშავება, უნიფო ვიყარ კომუნისტები და უნიფო არ ახლა. მაგრამ აქ იმუშავა. მე ვარ, უბრალოდ მე დავჭი მე. მაგრამ მაშინ სხვა რამე იყო დამერწმული თამაში. სხვა რამე ხალხო სტუმარი რო არ მოვიდოდა ბაბუაჩემი გადიოდა ჭიშკართან და ატყუებდა ვიღაცას მომიხმარები ზიყო ისაო შემოდი ჩემთან რა ხე ამ ვინოტყოდა უარს და იმის სახში შემოსვლა და ერთი წვეთი ბადაგი არის მარტო შაღარწყალი იყო ვინო და ჭაჭაზე დაყენებული ნორმალური სახით არ მინახა ჩემი ოჯახიდან მე გასული რამდენჯერ კალოშები დაუტოვებია წუნწმელა აგე ხო ისე ხოსავ ასე და რა ერთხელ მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა ამას დრო იყო სხვანაირად თბილი როდესაც ღმერთი იმას უყურებს რომ ჩვენ თბებით როცა ძალიან გვიჭირს მე ძალიან გამიჭირებს რომ გავთბით რომ ზულუქთები არ ვიცი თავისუფლება არ ვიცით არა დამერწმენ თვითონობა ჩავიხედა ჩვენ თავისუფლება გონია ნავირახსნილობა ყველა ღმერთმა დაიბადეს მაგრამ ასია თავისუფლება სულ სხვა რამეა სულ სხვა რამეა თავისუფალია ზესტაფონში კაცი დადის გძელი წვერით და ისა გოგანოს რო ეძახიან ხო ის ბომჟებს რო ეძახიან ის არ არის ბომჟი კი არა ის თავისუფალია კი არ მათხოვს თუ ვინმე რამე მისცა გამოართებს თვითონ არ გეკებს ყველა მისის თელმა ქალაქმა და აზრები ისეთი აი ისა თავისუფალი ბომჟი იცით ვინ არის ბომჟი არის ჩემი ჭკუით ვაი აი ის არა 32-დან 1700 ძლივს იცის და პიერ კარდენიასი აი ისა ბომჟი აი ისა ბომჟი ჩვენ აქ ასეთია და ხო? გაგრედილები და პროექტი კუბომეტრები დროს ზონა. დამერწმუნეთ ერთ რამეში ადამიანი რომელსაც ძალიან დიდი ფული აქვს და დაცვა დაყვება საწოდავია ხალხო. საწოდავია, იმას საწოდავი ვინ შეიძლება იყოს სიმდიდრის გამო დაცვა დაყვება არ იქახრი, არავინ დრას არ დაიყოს იმ და რაღაცას ასისულელია. მიახარ მათ გავარდილი თქვია თუ ისე რა ამცდება მაგრამ ისე თუ მოხდება თქვია თუ რის უნდა მოხდა რა სამართლია. საოცარია ცხოვრება სულ თავისუფალი მე ისიც რა არის თავისუფალი ძალიან თავისუფალი სtilor ყოველ შემთხვევაში ვიყავს ელიტი ცოტა ისე გამომივიდა ძალიან ისე ვისროლე ლოზუნგი მართლა ეს მივდივარ აქეთკენ რომ ვიყო თავისუფალი არაფერი არ მაკავს არაფერი არავისთან არ მომაგრებს სიყვარულის გარდა და სიყვარული თავისუფლებაა თავისთავად იმიტომ რომ დაჯერება თან გადაყოლვა თავის გაწირვა ის და მიტო ვამბობ რომ ისე როგორმე მოვახერხო და ხშირად ვიარო თქვენზე ვლაპარაკობ ახლა სხვაზე კი არ არის რომ ხშირად ვიარო ხშირად გნახო არ არის ყველა მინდა იმიტომ რომ იქ რო წავიკითხავ ხოლმე რაღაცა და დამპატიჟებენ მოდის ხო აი ამ დღეს ეს არის სულ ჩემთან ხო თავისთავად აისახება ხოლმე ხა პირადიშის ბევრი წერილი მოდის და ვერ ვახერხებ ეს დავოცვლიშვილი ვერანაირად ჩამოსვლას ხოლმე და იქნე მოვახერხო რომ ხშირად ჩამოვიდე და ხშირად ვნახოთ იმიტომ რომ ის არის ისე გამოდის რომ გავარ და ჩემთანზე ისე ჩემთანზე ჩემზე კარგად არავინ არ ლაპარაკობს დავაკვირდი საოცარია კარგია ხო ეს და კიდევ ერთხელ ჩემიანებო დიდ მადლობას 299 უნდა წამიკითხა ვალერი 299 თქვენ მომკლავთ მე თქვენ ო არა
არა არა სააგაზის სამედრებელი 251 კარგი თახმა თქვენ წაიკითხეთ კითხვა არის თუ რა ხო ვერ გავიგე იმის არის ხო ლოტოს თამაში მაგისტრი შეძებდი ვალერი ზამია მოვა შენთან სახში და სუთავიდან ბოლომდე წაიკითხავ ამ წიგს რატო იწვალე შეგასო ისაფერავით უგა კიდე უშენი გიცნო ბრაშვილის ბზანდები ვიღაცა ზაღლიყავდა ამის მეზობელს საუბრობ მე იმ ხელაზაღლე ალბათ არ მაგაზია რაღაც გადაჯვარებული 1000 დიდან რამ ხელაზაღლებს აკვირებული იმის კეთებაში მილოცება საღო პატრონი აკეთებს გზელი ჩამით დავთვერი აბას საფერები ვეღლა ყოს იბიდო კი არ მაგარი გაყდი ზაღო ვერ გიպես დინფიზი დააშტერა ჩამვალე ვერ ვიკარება აი ეს იყო დაახლოებით და მაშინ დავიჯერე რომ ტარიელმა მართლა დაახჭო ვებხვი რომელსაც წავაწყდები იმას წავიკითხა აღარ და ღამის გვერდები და კაცი რომელიც კედელზე წერდა კაცი რომელიც კედელზე წერდა დაწერდა იგი ვარდისფერი ცარცის ნატეხით კედელზე წერდა უმზეობით გათოშილ სახლში წერდა ისეთი დაჟინებით სულის ატეხვით როგორც ქვიშაში კოშკებს აგებს პატარა ბავშვი ერთადერთ სიტყვას ათასობით ერთადერთ სიტყვას შენ უსასრულო ჩუმი რიგებით ისე ჯიუტად თითქოს ბზარი სურვილის ჩაითქვამს სადღაც გამქრალი ოცნებების შემორიგებით შენ მასში ჟღერდა როგორც ვარდნა თეთრი მანდილის ჭირვალე კაბის მოცახსახე ნაზი მხრებიდან ათრთოლებული მუმლოდინე ტანის ზახილი შორიგების ერთი წუთი დასიზმრებიდან შენ სიშიშვილია გამოკრთალი თეთრი ნისლიდან კერდის ლანდები დარძისფერი სავსე სხეული გარეთ კი წვიმდა და დღეებსაც აღარ ითვლიდა თეთრი ღრუბელი ფანჯრებამდე ჩამორღვეული შენ ჟრჟოლა იყო ჩურჩულის და სულშეტაცების დაწვიმიანი აწმემლების ჯომი ჰანგები სადღაც ტკივილი სიღრმეები ვერ გასახცევი უხმოდ კვნესო და უარყოფით ნავერაგები წერდა კოდებოდა და ყოველწამს იბადებოდა მონატრებით და ჩუმი ფეთქვით ისევ და ისევ ხმელფოთლებს ხრიდა ანგელოსი სადღაც ზემოდან დაზამთრდება და ალბათ ისევ გაიმაისებს დამზრალ თითებში ვარდისფერი თავდება სარცი იქვე კუთხეში ამოზევნის ნახშირის ნაჭერს უცხო ღიმილი და შეშლილი სულის გაძარცვით უძილობისგან გამქრალ სახეს კედელზე აჭერს შეეხიზნება ჟანგი ჩეჭვა პირქუშ აივანს ბეღურასავით მორიდებით კენკავს სველწამებს მოვა ღამე და სიზმრები და სადღაც წაიყვანს მერე დილამდე ცივ კედლებთან სული აწამებს ოთახში ისე ასაბაცად გამენ ნაბიჯებს წვიმა მოწყენა დაღამება და მონატრება სევ და ხმელთითებს თვითმკვლელივით ყელში წაიჭერს დაიდგავს ღვინოს და ლოთივით მარტო დათვრება კაცი რომელიც აღარავის აღარ ახსოვდა კაცი რომელსაც სახლი ქონდა ცრემლით ნაშენი კაცი რომელიც დროსაც ასწდა სიახლოვე კაცი რომელიც კედლის გზარებს ავსებდა შენით მაგ სურათი თუ გახსოვთ რა დადეთ მაგ ლექსზე თქვენ? ბატონო? სურათი რა დადეთ მაგ ლექსზე თუ გახსოვთ ერთ დროს? ბავშვმა ხო რაღაც იყო რაღაც ისა ასიგნაცია დედ მამა იყო დამიზახა ხო მომწერე ქაბადოვარ ეს რაღაცა ისე მივხედე და რაღაც ისა საოცარი ხო ცნობილი სურათია ხო საფშე ფულები ას გამოყვა 300 მილიონი დაჯდა ერთი ოთახი კაცმა გააკრა სულ $1 შტალიერი ხო შტალიერი და ბავშვი ასოსიკი ნორმალური არის იმის არის ამასინა მოვდივარ წერეთელზე და 10000 ლარიანი ნომრები ხო ის ახალი გამოსული ჯერ ხო ამ ნომრებმა საერთოდ გამოამზეურეს ჩვენი რაღაც სიცუდეები რით წერენ ხალხო რა აი ძალიან გაყვითლდა ისა გემოვნება და წედო ვიღაცა მოდის ნუ ახლა ის იმ ქალის ის ქალი იჯდა ჯიბზე ოღონდ უფრო ქალური ჯიბი იყო არის ახლა მე ხო ის მაგაში ვერ ვერგებია შენსა და
ქალებმა ისეთი ხო ისი ნაზი ჯიპი იყო ქალები რომ სკედანზე და 10,000 ლარიანი მაიკო აწერია ნომერი სხვა არაფერი არც საქართველოს არც ისა ფასანაყანები და არც ზედაფერი საზარმა მაიკო აწერია უბრალოდ და 10,000 ლარია გერეკლი ამაში გადახტი ამ გოგოს კი არა ვიც ეს გოგო ამ ჯიბზე დააჯინა იმას გამოვთავე ხასო მადლობა უთხარი ადამიანებს რა არ უნდა ხალხს არ შემჭამეს ხასო მოგიწევ შენ არა